საღამშვიდობის ეთერშია თავისუფალი სტუდია, მე ვარ ლელა ბაღდავაძე. გზავნილების საერთაშორისო ტრიბუნიდან და მიხეილ ყაველაშვილის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებს. არანაირი deep state-ი, არანაირი ბრიუსელისადმი ღია კრიტიკა, თუმცა მკაფიო მესიჯი საერთაშორისო საზოგადოებას ქართველი ხალხი არ შეეგუება ულტიმატუმების შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარს. ეს რაც საერთაშორისო ტრიბუნიდან მოვისმინეთ, ახლა კი ის რასაც თბილისში ვხედავთ პეტერ ფიშერის შემდეგ, გარეთ უორდი, ანუ გერმანიის ელჩის მერე საგარეო საქმეთა სამინისტროში საყვედური ბრიტანელ დიპლომატსაც გამოუცხადეს. იქნება თუ არა გაგრძელება და ვინ იქნება შემდეგი, ამას ერთად ვნახავთ. იქამდე კი სტუმრებთან ერთად შევაფასებთ, აქვს თუ არა საფუძველი ძალადობის წახალისებაში ევროპელი ელჩების დადანაშაულებას. მას ასე შეგვიძლია დავიწყოთ პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ზაზა თავაძე გახსნით თავისუფალ სტუდიას. გამარჯობა ბატონ ზაზა და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატონ ზაზა, მადლობა თქვენ. თქვენ კიდევ ერთი სტატუსი გაქვთ ვაკის ოლქში, თქვენივე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხართ და თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ დღევანდელ გადაცემაში აუცილებლად დაუთმობთ დროს, თუმცა მოდით დავიწყოთ მიხეილ ყაველაშვილის გზავნილებით, რომელიც ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ გაეროს ტრიბუნიდან. ყაველაშვილი ფაქტობრივად არ შეხებია საქართველოში პოლიტიკური თვალსაზრისით შექმნილ სიტუაციას, არ უხსენებია deep state-ი, თუმცა ისაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე, ისე როგორც ასეთი მესიჯით მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს. ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ვითხოვთ სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას. ის რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, არის ულტიმატუმების დაშინების და შანტაჟის ენის საუბარი. ეს იყო ასე ვთქვათ ყველაზე მკაცრი გზავნილი მისი განცხადებიდან, მისი გამოსვლიდან, თუ კი რა თქმა უნდა ამ მესიჯსაც შეგვიძლია კაცრი დავარქვათ. აი რა სიტყვით, რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ, რა აქცენტებით დასვა სწორად და რა აქცენტებს დაუწუნებდით და როგორ ფიქრობთ, ვინ იყო მისი მართვის მთავარი ადრესატი, როდესაც საქართველოსადმი სამართლიანი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე საუბრობდა ევროპა, ამერიკა თუ ორივე ერთად. საღამშვიდობის ლელა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ბატონ ყაველაშვილს, ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ აღიარებს, მას როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი აგვირდებოდა, ალბათ ყველაზე დიდი ამოცანა ჰქონდა ის, რომ როგორმე რაღაც ფოტო მაინც გადაიღო იმ ძირთად მოთამაშეებთან, რომლებიც ესე ტრადიციულად წარმოდგენილი არიან ხოლმე გაეროს ამ ღონისძიებაზე. და მე ვფიქრობ, რომ ფოტოც კი ვერ წარმოადგენა. საუბარი იმაზე, რომ მან რაიმეზე ისაუბრა, თან ისიც საქართველოს სახელით, ესეც აბსურდია, იმიტომ რომ საზოგადოებამ ისაუბრა და თან ნახეთ ხო მაგას ვამბობ. საქართველოს სახელით როცა საუბრობს არალეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევით, პირდაპირ დარღვევით არის არჩეული ამ თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების მიერ, ჩვენ უნდა ვიყოთ პირდაპირები ამ ნაწილში და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ის, რომ ეს ადამიანი იქ არის ერთადერთი რამისთვის გაგზავნილი ამ რეჟიმის მიერ, რომ როგორც მე აღნიშნე, როგორმე რაღაც ფოტო გადაიღოს და ეს ფოტო ჩამოიტანოს, იმის გარდა ვერაფერს ვერ ჩამოიტანს და შესაბამისად სერიოზული კომენტარი იმასთან დაკავშირებით ყაველაშვილმა ეს თქვა თუ ის თქვა, უბრალოდ მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი მე რაც ვნახე, ადამიანი ელემენტარულად ქართულადაც ვერ საუბრობს და რა ენაზე ლაპარაკობს იქ, ან რა ენაზე ამყარებს კონტაქტს, ან დაამყარებს კონტაქტს. თუ ეს ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი რო ახლავს რაღაც აპეკუნივით და ფოტოგრაფის ფუნქციას რო ასრულებს, ის გადაუთარგმნის რამეს. საქმე იმაშია, რომ ერთადერთი რაც გამოსავალია ამ პოლიტიკური კრიზისიდან არის ის, რომ დაინიშნოს რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რა დროსაც, რითაც უпроსწორად არჩევნების გაყალბებით მიიწტაცეს ხელისუფლება ოცნების რეჟიმმა, ჩამოყალიბდა რეჟიმად და ამის შემდეგ განიმუხტება პოლიტიკური სიტუაცია, არჩეული იქნება შესაბამისად ლეგიტიმური პარლამენტის, ლეგიტიმური პრეზიდენტის და შემდეგ გავაკეთებ ჩვენ კომენტარებს უკვე ლეგიტიმურ პრეზიდენტთან დაკავშირებით, როგორ გამოვიდა ის გაეროს ტრიბუნაზე თუ სხვა საერთაშორისო ტრიბუნებზე. ახლა ჩვენ იმის შეფასება, რომ ეს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რამეს იქ იტყვის, ან ვერ იტყვის, ან საერთოდ ვერბალურად ვერ გამოთქვავს, რაც დააბარეს ის და ფოტოს მაძიებელია მხოლოდ, ну ახლა აბსურდია ხო ამას კომენტარი.
მაგრამ მაინც უნდა დავსვათ კითხვა, იმიტომ რომ ფაქტია, გაეროს ტრიბუნიდან მიმართა მან საერთაშორისო პარტნიორებს და სხვათა შორის იყო მოლოდინი, რომ ის უფრო ასე ვთქვათ მწვავე იქნებოდა, თან უფრო ღია ბრიუსელისადმი კრიტიკის თვალსაზრისით და უფრო თბილი ტრამპის ადმინისტრაციისადმი. იყო მოლოდინი, რომ გაეროს ტრიბუნას გამოიყენებდა იმისთვის, რომ ხო მიემართა ამერიკის პრეზიდენტისთვის, თუმცა ვნახეთ, რომ ეს ასე არ მოხდა. ყაველაშვილმა კი ახსენა დონალდ ტრამპი, თუმცა ახსენა როგორც სამშვიდობო პროცესის ხელშემწყობი და მიესალმა მის სამშვიდობო ინიციატივებს ხელი შეუწყოს მსოფლიოში მიმდინარე ომების დასრულებას. აი როგორ ფიქრობთ, რატომ არ ჩათვალა ქართულმა ოცნებამ საჭიროდ, რომ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციისთვის გაეროს ტრიბუნიდან ესეთი რაღაცა თბილი პოლიტიკური მესიჯები გაეგზავნონ. ლელა, გაგახსენებთ კრიტიკული, ყოველ შემთხვევაში რამე პოლიტიკური. ლელა, გაგახსენებთ თქვენს და საზოგადოებასაც ქართული ოცნების ამ ბოლოდროინდელ მიმართვას ამერიკის პრეზიდენტისადმი. დიახ. ხელი ისევ და ისევ არალეგიტიმურ პრეზიდენტს მოაწერიეს, გახსოვთ ხომ? კობახიძემაც არ მოაწერა ხელი და თითქოს პრეზიდენტად წოდებული თუ მოაწერდა ხელს და ამით რაღაცას სხვა რამეს მიაღწევდნენ, ალბათ ამას თვლიდნენ. იმ განცხადების შინაარსი იყო ის ერთადერთი ხვეწნა მუდარა, რომ იქნებ დაგველაპარაკოთ. და ეს იყო მორიგ ჯერზენ, მე როგორც მახსოვს და ალბათ თქვენს გემახსოვრებათ. იყო ანალოგიური მიმართვა ადრეც, ხო? მაგრამ რა დალაპარაკებაზეა საუბარი და რა საერთოდ ანგარიშის გაწევაზეა საუბარი იმ რეჟიმის მიმართ, რომელმაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიიტაცა ხელისუფლება და კონსტიტუცია ფაქტობრივად იგნორირებული აქვს, დარღვეული აქვს, გაჩერებული აქვს და ესე რეჟიმად ჩამოყალიბდა და ინარჩუნებს ხელისუფლებას. როგორ შეიძლება მათ დაელაპარაკოს ვინმე მათ შორის დემოკრატიის თავარი ფლაგმანი მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატები. მათი ყოფილი ელჩის მეშვეობით, ხომ გახსოვთ თქვენ რა მესიჯი გამოუგზავნეს არაერთგზის. თქვენ თავი უნდა დაანებოთ ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბებას, უნდა მიბრუნდეთ დემოკრატიისკენ, დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოთ ყველა პოლიტპატიმარი და სინდისის პატიმარი, თავი უნდა დაანებოთ შეკვეთილ მარცხაჯულებას, არ უნდა იყოთ დამყარებული, არ უნდა იყოს დამყარებული თქვენი ხელისუფლება ჩინჩალაძე მურუსიძის კორუფციულ სინდიკატზე, რომელსაც რასაც უბრძანებთ, იმას აკეთებენ და შესაბამისად ესე ტანდემში არიან, ხართ, ამიტომაც დაასანქცირეს ისინი თავის დროზე, ხო? და შესაბამისად ამ ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსლას, რეჟიმის ჩამოყალიბებას, სასამართლო ხელისუფლების გაუქმებას, პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებას, პარლამენტის ფაქტობრივად გაუქმებას, ერთპარტიული პარლამენტი აქვს, ხო? იქ ბოიკოტის რეჟიმში ვართ, ყველა პოლიტიკური აქტორი, ვინც სერიოზულია ქვეყანაში, ხო, ვინც გადალახა ეს ბარიერი, ვინც შევიდა, ხო, პარლამენტში, 61 მანდატი, ვინც მოიპოვა. შესაბამისად, ამას არაფერს არ აკეთებ და შენ კიდევ ერთხელ წერილზე აგზავნი, რომ ესეთი როგორიც ვარ მე მიიღეო, ну აბსურდია, ხო ეხლა ამას რა კომენტარი უნდა გააკეთო? სხვათა ამერიკასთან ურთიერთობებს რაც შეეხება გუშინ გავრცელდა პრეს-რელიზი, რომ მიხეილ ყაველაშვილი მიიწვიეს დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე, სადაც მას აუდიენცია ჰქონდა ამერიკის ვაჭრობის მდივანთან ამ შეხვედრის შესახებ. ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ჩვენს შორის კომუნიკაცია იყო მეგობრული, ამერიკის ვაჭრობის მდივანს გადავეცი ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენს საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს მოქმედი ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებაში თანაც იმ ფონზე, როცა ჩვენს ხელისუფლებას და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აქვს ღირებულებითი თანხმედრა ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით. ჰოვარდ ლუტკინმა მითხრა, რომ აუცილებლად გაუზიარებდა ადმინისტრაციის წევრებს ჩემს მოსაზრებებს წერს ყაველაშვილი და მართლაც ჩანს რა კვლავ ყურადღების მიქცევას ითხოვს მიხეილ ყაველაშვილის და ზოგადად საქართველოს ხელისუფლება შტატებისგან, თუმცა ჯერჯერობით კვლავ უშედეგოდ. აი, როგორ ფიქრობთ, გამოიხედავს თუ არა ტრამპი საქართველოსკენ და როცა გამოიხედავს ჩვენს შესახებ რას დაიწყოს? კიდევ გინდათ რომ იმაბრუნოთ ახლა მიხეილ ყაველაშვილის ამ ამერიკაში ვიზიტთან დაკავშირებით გავაკეთოთ ჩემს მოსაზრებას. იმიტომ მინდა ამ გასაგებია, გეტყვით. დავალებული მქონდა ფოტოს გადაღება, ფოტოს მაძიებელია და ფოტოც ვერ გადაიღო. ლელა, ფოტოც კი ვერ გადაიღო. სუფთა ფურცლიდან დაწყების ეს დასაწყისში თქვენი კითხვის დასმის შემდეგ, როდესაც მე პასუხის გაცემას ვთვლობდი, ირონიულად, როცა ვთქვი ფოტოს მაძიებელია, თქო, ეს შემთხვევით კი არ მithხოვს. მისი მთავარი დავალება, მის მიმართ დავალება რეჟიმისგან არის ფოტოს გადაღება, თუნდაც ფოტოს გადაღება, ესეც ვერ მოახერხა.
ესეც ვერ მოახერხა, ფოტოს გადაღებაც ვერ მოახერხა. Რაღაც ტექსტი მიცეს, ტექსტიც ვერ წაიკითხა. ბატონზაზა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა დღეს განცხადება, რომ მიხეილ ყაველაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა გასაუბრებოდა დონალდ ტრამპს, თუმცა ეს აუდიენცია შედგა იმ სივრცეში, სადაც მედიისთვის არ არის გადაღება ნებადართული. ხო და ფოტოც ვერ ჩამოიტანა. ფოტოსაც ვერ ჩამოიტანა. ამას ვამბობ. და ეს პაპუაშვილი კიდე ერთი კლოუნი. პაპუაშვილი კიდე ერთი კლოუნი, რომელსაც თავისი არაფერი არ აქვს. აბსოლუტურად არაფერი არ აქვს. უბრალოდ არის ოცნების რეჟიმის ერთ-ერთი მესიჯ გამახმოვანებელი, რომელიც არანაირ სიმბინძურეს არ ერიდება და ეს ის ადამიანია, რომელსაც ჰექტრობით ტყეები აქვს მიტაცებული კახეთში და აქეთ გამოდის მერე და ის კობახიძე კალაძის კორუფციულ სინდიკატს, რომელმაც საბოლოოდ დაამარცხეს ღარიბაშვილის კლანი და ახლა მისი კორუფციული სქემები გადაბარების პროცესში არიან, ამას მოყვა ზუსტად ის რიჟვაძის სისხლის ზღვრაც. გამოდის ახლა პაპუაშვილი და ამ კალაძე იმეს კალაძე კობახიძის ამ კორუფციულ დაჯგუფებას აქებს, იმიტომ რომ მე მაგას არ მოკითხონ ის ველმინდვრები კახეთში, რომელიც მიტაცებული აქვს უკანონოდ. სხვას კი არაფერს დავებოდენ, მათ შორის ღარიბაშვილს ბაკურიანის ტყეები რომ მიიზომა და მიიწება და გადასცა თავის ოჯახს 59 წლიანი იჯარით. კაი, მადლობა უნდა უთხრათ, რომ არ მიყიდეს. არ მიყიდეს, ხო და დაკავშირებულ თემებზე. კორუფციასთან ბრძოლობენ ილუზორულად. არიან მატყუარები. ამ თემასთან და შესაბამისად ეს ამ ადამიანებს ეხლა თქვენ უბრალოდ პაპუაშვილი ახსენეთ, არა აქვთ უფლება რომ კორუფციაზე ელაპარაკონ. იმიტომ რომ თვითონ არიან კორუფციაში ჩაფლულები, ოცნება კორუფციაზე დგას და შესაბამისად ამ კორუფციას გადაყვება აუცილებლად. კორუფციასთან დაკავშირებულ თემას ჩვენ ისევ დაუბრუნდებით სუსის დაკავებების კონტექსტში, იქამდე კი კიდევ ერთ აქტუალურ საკითხს მინდა ახლა შევეხოთ და ამჯერად უკვე ქართულ ოცნებასა და ევროპელ ელჩებს შორის ურთიერთობა, რამდენიმე თვიანი კრიტიკის შემდეგ, აგერ ვხედავთ, რომ საქმე იქამდე მივიდა, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ელჩები დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც საგარეო უწყებაში ამბობენ, ელჩებს განმარტად ერთი სირცხვილი და აბსურდი. რის უფლებას აძლევს მათ ვენის კონვენცია და რის უფლებას არა. ელჩების დაბარება არის ვითომ კუნთების თამაშიო, ასეთი შეფასება გვესმის, ასე ვთქვათ, ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხრიდან. რა არის თქვენი სათქმელი და თუ კი კოლეგებსაც დაეთანხმებოდით, მაშინ რატომ ათამაშებს ქართული ოცნება კუნთებს და ვისრაც აჩვენებს აი ამ თავისი პოლიტიკური კუნთების თამაში? პირველ რიგში მე სრულ მხარდაჭერას უცხადებ, როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ასევე ბრიტანეთის ელჩს და ყველა დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლებს, მათი ქვეყნის ძირითად წარმომადგენლებს, ანუ ელჩებს, დიპლომატებს ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ქართულ ოცნებას ვერ გაუგია, რომ ეს ადამიანები წარმოადგენენ თავიანთ ხელისუფლებას და მერე, როდესაც ესენი ესე აბსურდულად იქცევიან და ვენის კონვენციას მართლა ვერ კითხულობენ და შინაარსს ვერ გამოვალთ იქიდან, იმიტომ რომ არაკომპეტენტურები არიან, როგორც სხვა ნაწილში, ასევე ამ ნაწილშიც, რა თქმა უნდა. შესაბამისად, მერე გამოდიან და ისეთ აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ, რომ მერე უშუალოდ უკვე მაგალითად როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკას, ასევე ცალკეულ უკვე ქვეყნის მთავრობებს უწევთ განმარტებების გაკეთება და მხარდამჭერი განცხადებების მიძღვნა თავიანთი ელჩებისთვის, რაც 2x2 ეხა თქვენ ხო წარმოგიდგენიათ, უცხო ქვეყნის სახელმწიფოების ელჩები წარმოადგენენ კონკრეტულად იმ სახელმწიფოებს და ესენი კონკრეტულად ელჩს რაღაც პირადში გადააქვთ და თითქოს უნდათ პირადში გადაუტანონ და ამ ელჩებს რაღაც პირად ურთიერთობებში უნდათ რომ რაღაც ეს ქვეყნის ურთიერთობები აქ დაახურდაონ და ნუ ეხა ეს ხო აბსურდია, ეს კიდე ერთხელ მეტყველებს მათ უმეცრებაზე, მათ არაკომპეტენტურობაზე, მათ სითავხედეზე იმავდროულად, იმიტომ რომ როდესაც შენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს იბარებ უბრალოდ იმისათვის რომ ის ამბობს პრეუდიციულ ფაქტს, ანუ საყოველთაო ცნობილ აქტს, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან, როდესაც ეგრეთ წოდებული პრემიერი გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის პროცესს ვაჩერებთ და იმავდროულად ვარღვევთ რა საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლს და ამის მერე რომ გერმანიის ელჩი იქნება ეს საფრანგეთის, ბრიტანეთის თუ სხვა დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლების ელჩები და ისინი იტყვიან, რომ საქართველოს ეს მოქმედი ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება უხვევს ევროინტეგრაციის გზას და ბლოკავს ამას და ამის გულისთვის შენ იბარებ ეს ხო
ეს ხო აბსურდია. მაგრამ ბატონზაზა ეს არ არის თლადის ბრალდება, რომელიც ევროკავშირის ელჩების მისამართით ისმის. გადავხედოთ აგერ კონკრეტულ მაგალითებს, რასაც ქართული ოცნება ასახელებს იმის დასადასტურებლად, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ელჩი ხშირად არ ღვევს უხეშად დიპლომატიის წესებს და პრინციპებს. აი პირველი მაგალითი სახით ქართულ ოცნებას მოხავს ის, რომ როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროკავშირის ელჩი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გამოვიდა და მოუწოდა ამ მრჩევლებს მობილიზაციისკენ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. მეორეა ის, რომ ელჩები დადიოდნენ მომიტინგეთა სასამართლო პროცესებზე. მაინც მინდა გკითხოთ, აი სისულელეს კი უწოდებთ, მაგრამ მაინც გავს თუ არა ევროკავშირის, გერმანიის, ბრიტანეთის კონკრეტული ელჩების, ასე ვთქვათ, საქმიანობა და პოზიციონირება, მაინც უფრო პოლიტიკოსის საქმიანობას და პოზიციონირებას ვიდრე ელჩის და ხო, ხედავთ თუ ვერ ხედავთ, ასე ვთქვათ, მათ გასვლას დიპლომატიური ჩარჩოებიდან. რა თქმა უნდა, ისა აქ ჩვენ ლელა უნდა დავინახოთ ერთი რამ, რომ ქართული ოცნება, რომელიც იზოლირებულია დემოკრატიული სამყაროდან, არ აღიარებულია ამ ქვეყნებიდან, რომელი ქვეყნების ელჩებსაც ისინი ერჩიან, ესე აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ეს არის ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ის სახელმწიფოები არ აღიარებენ ამ რეჟიმს და როგორ უნდა აღიარონ მათ ეს რეჟიმი, რომლებმაც არჩევნები გააყალბა, 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი ყავს და შესაბამისად პოლიტიკური მარცხაჯულებით გამოკეტილი ყავს ეს ხალხი ციხეებში. დემოკრატიული უკუსვლის დაფიქსირება. ის რომ ადამიანები კონსტიტუციურ ჩარჩოებში 300 დღეზე მეტია იკრიბებიან რუსთაველზე და აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ესე ვთქვათ კონსტიტუციურ ჩარჩოების დარღვევით მიტაცებას, ხელისუფლების მიტაცებას, არჩევნების გაყალბების გზით. ეს არის დიპლომატიური რაღაც დანაწესების დარღვევა, რა თქმა უნდა, არა. ისინი აქ წარმოადგენენ კიდევ ერთხელ ხას უსვავ თავიანთ ქვეყნებს, სადაც დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თავისუფალი სასამართლო, ხელისუფლების დანაწილების თეორია არის სამაგალითო. და დღეს ეხა თუ ვინმე დემოკრატიის აიას სწავლობს, ეს საიდან იღებს ამ მაგალითებს? ესეთი ქვეყნებია ზუსტად გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, თავისთავად ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა დემოკრატიული ქვეყნები. ასე რომ მათ ძალიან კარგად იციან რა ხდება მათ ქვეყნებში და რომელ ქვეყნებს წარმოადგენენ აქ და თუ ჩვენი მოსახლეობის 85% ევროინტეგრაციის მომხრია და ევროინტეგრაციისკენ ისწრაფვის და ამ დროს ეს მცირე 20-25 კორუმპირებული რეჟიმის წარმომადგენელი, რომელსაც მიტაცებულია ყველაფერი აბსოლუტურად რესურსებით დაწყებული, ხელისუფლების ჩათვლით დამთავრებული, რა თქმა უნდა, ისინი ვერ იქნებიან ლოიალურები. თუ ისინი იქნებიან ლოიალურები, მაშინ ამით დაარღვევენ ისინი დემოკრატიულ პრინციპებსაც, ვენის კონვენციასაც და საერთოდ მიუკერძოებლობას დიპლომატიის ნაწილში. ერთი კითხვა კიდევ რაც შეეხება ელჩების დაბარებას და მე უკვე არჩევნებზეც მინდა ვისაუბროთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, რომ აი გერმანიის ელჩი მთავრობის ადმინისტრაციაშიც იმყოფებოდა თურმე, ამჯერად მას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი შეხვდა და როგორც ინფორმაციაში ენათქვამი, აღინიშნა, რომ მთავრობა არ არის კმაყოფილი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკით და გამოითქვა იმედი, რომ ეს ვითარება შეიცვლება. აი ორმაგის საყვედური რა საჭირო იყო თქვენი აზრით და ხო აი რატომ ჩაითვალა, როგორ ფიქრობთ, საჭიროდ რომ საგარეო უწყებაში დაბარების შემდეგ გერმანიის ელჩი მთავრობის ადმინისტრაციაშიც უნდა გამოეძახებინათ? ლელა, არ არის აღიარებული არც ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი, არც მთავრობის არც ერთ წარმომადგენელი, იმიტომ რომ იცით თქვენ ეს მიზეზი რაც არის. ამიტომ ეტყობა საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების, ამ ეგრეთ წოდებული დაბარების შემდეგ არ დაკმაყოფილდა ოცნების რეჟიმი ამით და ეს ყველაფერი გაგრძელდა მერე მთავრობის ადმინისტრაციაში. რაც კიდევ ერთხელ ვამბობ მე და ვადასტურებ, რომ როგორც გერმანიის მხარე ამას აღიქვავს, ეს არის არამეგობრული, არადიპლომატიური ნაბიჯი იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთ პროექტს ახორციელებს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. და მათ შორის ძირითადი, აი მაგალითად GIZ-ი რო ავიღოთ ჩვენ, იგივე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები გერმანული,
და მათ შორის სახელმწიფო დაფინანსებები მოდიოდა ძირითადად მთავრობაზე. ეს არ მოდიოდა კერძო სექტორში. ეხლა თუ ვინმე იტყვის, რომ მაგალითად კერძო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებოდა. არა, იგივე სასამართლო სისტემა, სადაც მე ვიყავი ერთ-ერთ სასამართლოს შტოს ხელმძღვანელი, იუსტიციის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აი მილიარდებია დახარჯული გერმანიის მიერ იმისათვის, რომ აქ როგორც დემოკრატია, ასევე სოფლის მეურნეობა და ქართული ეკონომიკა განვითარებულიყო და არაერთი სტუდენტი ყავთ გაზრდილი კიდევ იქ მათ შორის ჩემი ჩათვლით გერმანიაში და იგივე კოფახიძე, იგივე პაპუაშვილი თქვენს მიერ ნახსენები. ამათ ყველას გერმანიაში აქვს განათლება მიღებული და გერმანიის სიკეთეებით აქვთ მერე ხელი მოთმობილი კაი გაგებით და პაპუაშვილს რაც შეეხება 10 წელი იყო მე მგონი GIZ-ის წარმომადგენელი თუ არ ვთქვი საქართველოში. და ეს ადამიანი გამოდის და ბედავს რომ გერმანიის ელჩთან ესეთი დამოკიდებულება ჰქონდეს, მაგრამ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება კი არ არის. ის არის ჩვეულებრივი ერთ-ერთი მარიონეტი თოგის-თოჯინა, რასაც ჩაძახებენ რეჟიმის წარმომადგენლები, იმას აკეთებს ეგეც. ბატონზაზა, დრო მინდა სწორად გავანაწილოთ, ამიტომ გადავიდეთ, მოდით ახლა უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მით უფრო რომ ამასობაში მოახლოვდა კიდეც 4 ოქტომბერი, ერთი კვირაც და ყველა დავინახავთ, ასე ვთქვათ, რა იყო ამ არჩევნებში გახარიას პარტიის თუ ლელოს მაქსიმუმი, ფაქტობრივად მიიწურა საარჩევნო კამპანია, შესაბამისად გითხარით, როგორი განწყობები გაქვთ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე და ისეთი ოპტიმისტურია თუ არა თქვენი მოლოდინები, როგორი ოპტიმისტებიც იყავით იმ პერიოდში, როცა იღებდით არჩევნებში შესვლის გადაწყვეტილებას. ისეთი ოპტიმისტები ხართ თუ ცოტა მაინც ღელავთ? მეცაც გეტყვით. იმის გათვალისწინებით, რომ ლელა ჩვენ ორი ცეცხლშუა ვართ, გულისხმობ იმას, რომ ერთი რომ ოცნების რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტიის როგორც წარმომადგენლები თავის დროზე ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მოსყიდვა, გადაბირება, დაშინების სახით, ასევე კოალიცია ლელოს წარმომადგენლების მათზე განხორციელებული იგივე ეს ქმედებები, გარდა მაგისა, ეგრეთ წოდებული ბოიკოტისტები თავიანთ ამორჩევლებს ნაცვლად იმისა, რომ გავიგეთ რომ შენ არ იღებ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ოცნების წისქვილზე წყლის დასხმა, ოცნების თამაშის განხორციელება, ეს ნებსი თუ უნებლიეთ, გინდათ ირიბად და გინდათ პირდაპირ, როდესაც შენ ამორჩეველს არ აძლევ საშუალებას და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებ მასზე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ძალიან მარტივი ფორმულაა. ეხლა ყველაფერს თავი დავანებოთ და დიდ წიაღისეულებში არ წავიდეთ, რომ ყოველი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის არ მისვლა დღეს უпростоრად 4 ოქტომბერს არჩევნებზე ეს ნიშნავს ქართული ოცნებისთვის ხელის შეწყობას. ახლა თქვენ ამას გინდა ესე დაარქვით, ეს არის პირდაპირ მოცემულობა. ამიტომ ჩვენ გქონდა იმედი რომ იმ ორ ოპოზიციურ ძალას რომელიც ფაქტობრივად ჩვენ დაგვიპირისპირდა ნაცვლად ოცნებისა აი ბოლოს მაინც ეყოფოდათ რაღაც გონიერება და თავიანთი ამორჩეველი რომელიც მათ ხმა მისცა თავის დროზე ბოლო არჩევნებზე იყო თუ იმის წინა არჩევნებზე იმ ადამიანებს არ დააბრკოლებდა რომ მათ თავიანთ კონსტიტუციური ვალდებულება თუ უფლება შეესრულებინათ. ამის ნათელი მაგალითია დავასრულებ პარტიები ბატონზაზა არასაარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ საკუთარ ამორჩევლებს არამედ 4-ში რუსთაველის გამზირზე გასვლას ურჩევენ. რამდენად კარგად ან რამდენად ცუდად არის გახარიას პარტიის და ლელოს საქმე თვითმმართველობის? მე გეტყვით როგორც თქვენი კითხვაზე პასუხის დასაწყისში აღნიშნე რომ მე ხ ბოლო ერთი თვია როგორც ზემოვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ჩემ სამაჟორიტარო ტერიტორიაზე ინტენსიურად ხვდები ადამიანებს. აი პირდაპირ გეტყვით გულახდილად 10 ადამიანიდან 19-ის არჩევნებზე. 10 ადამიანიდან ჩემ დაგასაკვირად. და შესაბამისად ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს რომ ისეთი ნიჰილისტური განწყობა როგორც ზოგ-ზოგი ერთებს აქ მათ შორის ისეთ ადამიანებს რომლებსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მაგრამ ისინი არიან ბოიკოტის რეჟიმში ჯერ კიდევ მათ გასაგონად მინდა ვთქვა რომ განწყობა არის აი ოპტიმისტური ჩვენი მხრიდან
იგივე ინფორმაცია და მონაცემები გვაქვს ჩვენ კოალიცია ლელოსგან, როდესაც ისინი ჩვენს გარეშეც ხვდებიან თავიანთ ამორჩევლებს, რა თქმა უნდა, თავიანთ სამოჟარუტარო ოლქებში იქნება თუ მაგალითად თბილისის მასშტაბით მერობის კანდიდატი იქნება თუ ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ერთობლივად ადამიანების უმრავლესობა აპირებენ არჩევნებზე მისვლას. ასე რომ ქართული ოცნების საქმე არ არის თლად ისე კარგად, როგორც მათ წარმოუდგენიათ და ნუ ჩავარდებიან ის ადამიანები, რომლებსაც მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პატივცემ მათ მოსაზრებას, რომ ისინი არიან ბოიკოტის რეჟიმში, ესე ვთქვათ, ბოიკოტის მხარეს არიან, ნუ ჩავარდებიან ისეთ მდგომარეობაში, რომ მერე უკვე 5 ოქტომბერს რომ შეხედავენ სიტუაციას, ინანონ, იმიტომ რომ ორჯერ 2-4-ია ის რომ თუ არ მიხვალთ არჩევნებზე ხალხო, ვინც ოპოზიციურად განწყობილი პროევროპული მოსახლეობა ხართ და არჩევნებში მონაწილეობის უფლება გაქვთ, ეს ჩათვალეთ, რომ ოცნების წისქვილზე ასხავს პირდაპირ წყალს. ადოზაზა, მერობის კანდიდატებზეც მინდა დაგისვათ ერთი კითხვა, იმიტომ რომ თქვენ ქართული ოცნების მხრიდან მათი დაშანტაჟების მცდელობა ახსენეთ, ხო? აი, რამდენიმე მუნიციპალიტეტში ოპოზიციის მერობის კანდიდატმა მართლაც მოხსნა კანდიდატურა, ან არ ვიცი, აღმოჩნდა რომ ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, მხარდამჭერები იყვნენ, მაგალითად გუშინ ხელვაჩაურში ლელოს მერობის კანდიდატზე ითქვა, რომ ჯერ კიდევ აგვისტოში ეს ადამიანი ქართული ოცნების მხარდამჭერ პოსტებს წერდა, ან სოციალურ ქსელში ქართული ოცნების მხარდამჭერ პოსტებს, ასე ვთქვათ, იწონებდა, ალაიქებდა Facebook-ის ენაზე, რომ ვთქვათ. შესაბამისად, თქვენ კი აბრალებთ ქართულ ოცნებას, რომ რაღაცა ზეწოლის შედეგი იყო, ასე ვთქვათ, ამ კანდიდატის გასაწყვეტილება, თუმცა მე მინდა გკითხოთ თვითონ თქვენ პარტიებმა, გიორგი გახარიას პარტიამ, ლელომ, რამდენად სწორად შეარჩიეთ კანდიდატები. შესაბამისად, კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ ამ კონტექსტში, გაქვთ თუ არა საკადრო, ესე ვთქვათ, რესურსის პრობლემა და ეს კანდიდატების წასვლა-მოსვლამ აჩვენა თუ არა და გამოკვეთა თუ არა თქვენს პარტიებში არსებული სწორედ ეს პრობლემა. ლელა, იმ პროცესში, რასაც კანდიდატების შერჩევა ქვია და კანდიდატების ამა თუ იმ ოლქში იქნება ეს თუ მაგალითად მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები იქნება მათი მოძიება და დაყენება, ეს არ არის მარტივი პროცესი და შესაბამისად იმ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანაში რეჟიმი მძინვარებს, როდესაც ავტოკრატია, როდესაც არაერთგზის ფაქტები გვაქვს ჩვენ იმასთან დაკავშირებით, წარსულშიც ასევე, როდესაც ადამიანების დაშანტაჟება, მოსყიდვა, გადაბირება ეს ოცნების სტილია. მაგალითად მე გაგახსენებთ ერთ-ერთი ბოლო ბრიფინგი მქონდა ახმეტის მუნიციპალიტეტს ეხება ბატონი მარგოშვილი, რომელიც ვაშკაცი ადამიანი, გაბედული ადამიანი, რომელიც არ შეუშინდა არანაირ ზეწოლას, რომელიც არ შეუშინდა არანაირ შანტაჟს, მოსყიდვაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი, პირდაპირ დაწერა განცხადება და შეიტანა პროკურატურაში, სადაც პირდაპირ ადებს ხელს როგორც ოცნების პარლამენტარს, მოქმედ პარლამენტარს, ასევე მოქმედ გუბერნატორს და ასევე მერობის კანდიდატს ახმეტის. და უკვე თითქმის ერთი კვირა გავიდა და პროკურატურიდან ჩვენ როგორც გვაქვს ინფორმაცია დღის მდგომარეობით, არანაირი შეხმიანება არ მოხდა მარგოშვილის მიმართ. რომ ის გამოეკითხათ, არის თუ არა, ქონდა თუ არა ამ ფაქტს ნამდვილად ადგილი და ეს ძალიან მძიმე დანაშაულია. წარმოგიდგენიათ თქვენ ახლა გუბერნატორი, მოქმედი მერი და ასევე ოცნების პარლამენტის წევრი ყველა ერთად ახორციელებდნენ შანტაჟს და ზეწოლას ჩვენს კანდიდატზე, ჩვენი პარტიის კანდიდატზე და საბოლოოდ დასრულდეს, იცით? ანუ უკვე მოცემულობა გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ეს იყო მერის ერთ-ერთი სიპის თანამშრომელი. ამიტომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, როგორ ახორციელებს ოცნება ჩვენ მერობის კანდიდატებზე, ჩვენს სხვადასხვა
კანდიდატებზე, მაგალითად, იგივე მაჟორიტარებზე ეს ჩვენ არაერთი გზის ფაქტი გვაქვს, მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს მაგალითად ათეულობით ფაქტი, ხო? თქვენ წარმოგიდგენიათ რა ფაქტებიც ჩვენ არა გვაქვს და ისე მოხსნეს იმ ადამიანებმა ეს კანდიდატურები, ისე რომ ჩვენთვის ეს ცნობილი არ გახდა. იმიტომ რომ იმ ადამიანებმა უბრალოდ ამის შესახებ არ გვაცნობეს. და ან გვაცნობეს და თქვენს რომ ისინი იმდენად შეშინებულები არიან, რომ ამასთან დაკავშირებით არ უნდათ რომ ინფორმაცია გაავრცელონ. ეს მოცემულობა გვაქვს და შესაბამისად ამ სიტუაციაში, როდესაც ოცნების რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არ ყოფილიყვენ როგორც მერობის კანდიდატები, ასევე არ ყოფილიყვენ ჩვენი მაჟორიტარები თუ პარტიულ სიაში ყოფილიყვენ წარმოდგენილები. ამ ფონზე ყველაფერი იმის ფონზე, რაც აკეთებს ოცნების რეჟიმი, ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს არის მე ვფიქრობ სერიოზული მიღწევა. ხადოზაზა, ერთი კითხვა კახა კალაძეზეც მინდა დაგისვათ და მე კიდე ერთი კითხვა და ამ დაგემშვიდობებით. კალაძეზე, იმიტომ რომ მაინც თბილისში იქნება, ასე ვთქვათ, მთავარი ბრძოლა თქვენსა და ქართული ოცნების კანდიდატს კახა კალაძეს შორის. შესაბამისად, რა არის კალაძეზე, როგორც მთავარ კონკურენტზე თქვენი სათქმელი და რა არის თქვენი სათქმელი მის საარჩევნო პროგრამაზეც, რომელიც ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება. აი რით ისჯობს კუპრაძის და თქვენი საარჩევნო პროგრამა კალაძის კარგად გამოიყურება რას ნიშნავს? ანუ საკმაოდ შთამბეჭდავი გეგმები აქვს, რომელიც თბილისს უკავშირდება, რა თქმა უნდა. ეს შოუების მოწყობა, ესეთი რაღაც ბუტაფორიების, ილუზორული რაღაც სიკეთეების, კი გეტყვით ახლავე. სიკეთეების დადგმა ძალიან კარგად ეხერხება ოცნებას. ნუ ეს უნდა ვაღიაროთ. ეს ის კალაძია, რომელიც ოცნების კორუფციის სახია. ეს ის კალაძია, რომელმაც კობახიძესთან ერთად ღარიბაშვილიდან, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია უმრავლესობისთვის, გადმოიბარა ის კორუფციული სქემები ახლა და აპირებს უფრო მეტი ფულის მოპარვას ქართველი ხალხისთვის, ვიდრე შეიძლება ღარიბაშვილმა მოპარა ჩვენს მოსახლეობას. ეს ის კალაძია, რომელმაც თავისი განხორციელებული პროექტებით არაერთი ადამიანი შეიწირა თბილისში ბოლო 8 წლის განმავლობაში. ეს ფაქტებია ყველაფერი. ეს ის კალაძია, ახლა თქვენ რომ მოდიოდი სტუდიაში ყაზბეგის საცობში მოხვდი, მაგრამ მაინც მოვასწარი თქვენამდე. მაგრამ მესმოდა მისი აპელირება მშვიდობას. ეს არის ის კალაძე, რომელიც ამ ყალბი სიმშვიდით, რა არის სიმშვიდე? ის არის სიმშვიდე ხალხი რო იღუპება ქუჩაში, იმიტომ რომ არაკომპეტენტური ხალხი ყავს იქ დასაქმებული მერიაში და კორუმპირებული ხალხი ყავს, რომელსაც ხალხი ამბობს ამას ჩვენ არ ვამბობთ მარტო, ხალხი ამბობს ამას და მტკიცებულებებით ამბობს. ეს ის კალაძია, რომელი მშვიდობითაც ეგრეთ წოდებული მშვიდობით ამაყობს, როდესაც შადრევანში ბავშვები იღუპებიან, დენით ბავშვები იღუპებიან სხვადასხვა ადგილებზე, ხალხი ქუჩაში მიდის და ზემოდან რაღაცეები ცვივა და იღუპებიან. რომელ მშვიდობაზეა საუბარი? რა მშვიდობაზეა საუბარი? და ეს ის კალაძია თან კიდევ რომ იმის ვარკეთილის მეტროს რო არემონტებს 8 წელია. ეს ის კალაძია. ეს ის კალაძია ასევე ძალიან საეჭვო მდგომარეობაში რუსული დასანქცირებული კონცერნი კამაზები რო შემოუყვანა თბილის ქუჩების ასასუფთავებლად, თითქოს სხვა ბრენდი არ არსებობდა. ეს ის კალაძია ასევე რომ ევროკავშირის ფულით აპირებდა რუსული მეტროს ვაგონების შესყიდვას. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა მე როცა საკრებულოს წევრი ვიყავი. ეს ის კალაძია ასევე როდესაც ჩვენ 2021 წელს გავხდით საკრებულოს წევრები, მე და ჩემი კოლეგები თბილისის საკრებულოში, პირველი ხომას დავაყენეთ, შეგვექმნა ანტიკორუფციული კომისია, ვინაიდან სხვა არაფერი არ ეკერა ხალხს პირზე, რომ კალაძის კორუფცია და ეს რო ესე მარტო ლაპარაკი არ ყოფილიყო, ჩვენ ვთქვით ეს რაღაცა. მივმართეთ კალაძის გუნდს საკრებულოში, მოდი შევქმნათ დროებითი ანტიკორუფციული კომისია საკრებულოში და თუ თქვენ ნამდვილად კორუფციაში არ ხართ ჩართული, მოდი ამ კომისიამ თქვას ეს. რამდენჯერ დავაყენეთ იცი ეს ინიციატივა? მე რაც მახსოვს 1-3-ჯერ 4-ჯერ. და შესაბამისად არ შეიქმნა და ეს რაზე მეტყველებს? კვირების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ მოუშვებთ, რომ შეიძლება გამოძება კახა კალაძეს მივიდა ეს. ეს არის, ნახეთ, ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ ილუზორული კორუფციის წინააღმდეგ და მოჩვენებითი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა თუ არ არის, პირველ რიგში დაიწყო კალაძით, იმიტომ რომ თქვენ ახლა 10 ადამიანი რო გააჩეროთ ქუჩაში და კითხოთ, ვინ არის ცნობილი კორუმპირებული ადამიანები, მათ შორის გეტყვიან პირველ რიგში გეტყვიან კალაძეს.
და ეს კალაძე კობახიძის კორუფციული დაჯგუფება, ჩემი მოგონილი კი არ არის. ეს ხალხმა მოიგონა, როგორც მოიგონა მაგალითად იგივე და შეარქვა ჩინჩალაძე მურუსიძის კორუფციული სინდიკატი, დაჯგუფება. ეს ადამიანები ჩვენ ლელა, ესე კალაძეც, ეს ჩინჩალაძეც, მურუსიძეც, კობახიძეც, ტომბრებით კი არ უნდა ვეძებოთ სადმე რომ წავაწყდებით ფულის სავსე ტომბრებით. არა, პოლიტიკური კორუფცია, ადკატები, გარიგებას სასამართლოს ჩინჩალაძე მურუსიძეს შორის, ამათ შორის ეს ყველაფერი მერე საბოლოო ჯამში კორუფციულ ფურს ლექავს შავ სალაროში და მათ ჯიბეში. ამიტომ არის რომ ესეთი შლეგური გადაწყვეტილება მიიღეს და მიიტაცეს ხელისუფლება 2024 წელს რომ შეინარჩუნონ ეს ფული. ეს არის სულ. ამიტომ ბოლო კითხვა ისევ კი ბატონო, სხვა დროსაც ვისაუბროთ. ახლა ბოლო კითხვა ისევ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, თუმცა უკვე დაანონსებული აქციის კონტექსტში და იცით თქვენს რომ იმავე დღეს როცა არჩევნები უნდა ჩატარდეს ქვეყანაში, რუსთაველზე მორიგი ფართო მასშტაბიანი აქცია დაანონსებული, რასაც პოლიტიკოსთა ნაწილის აზრით უნდა მოხდეს მშვიდობიანი რევოლუცია, ქართული ოცნების მშვიდობიანად წასვლა თუ დამხობა, არ ვიცი, ხელისუფლებიდან. მშვიდობიან რევოლუციაზე ყველაზე ბევრს საუბრობს პაატა ბურჭულაძე, ამავე დროს საუბრობს ნაციონალური მოძრაობა და განსაკუთრებით ამჟამად პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც სხვა შორის საპატიმროდან წერილს აქვეყნებს და 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ახლა უკვე ასეთ განცხადებას აკეთებს მცირე ამონარიდი. 4 ოქტომბერი არის ახალი ათვლის წერტილი ივანიშვილის მწამებელ ბანდასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური ვაჭრუკანების ოპოზიციაში დასაქმებულების ლაისტების ეპოქა. აი რას ფიქრობთ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის პერსპექტივაზე? ამაზე ჩვენ გვისაუბრია თუმცა კიდევ ერთხელ და ხომ არ ფიქრობთ რომ აი ამ პოლიტიკურ ვაჭრუკანებში და ლაისტებში თქვენს პარტიასაც გულისხმობს ხაბეიშვილი ლელოსთან ერთად? მე ვფიქრობ რომ ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ოცნების რეჟიმის ხელშეწყობას ვინ ახორციელებს და როგორ ახორციელებს ამას ხალხი ხედავს ძალიან კარგად. ჩვენ რას ვაკეთებთ და რა ბრძოლაშიც ვართ, ამასაც ძალიან კარგად ხედავს ხალხი და შეაფასებს 4 ოქტომბერს. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერ რადიკალურ სცენარს. მით უმეტეს ჩვენ ვემიძნებით ისეთ არასერიოზულ განცხადებებს, რომელიც რაღაც დედლაინებს აწესებს, რაღაც ვადებს აწესებს. საერთოდ ნებისმიერ რევოლუცია ეს არის ხალხში არსებული იმ მიუღებლობის, იმ პროტესტის კულმინაცია, რაც ჩვენ ვიხილეთ 2003 წელს. ასე რომ მე შევახსენებ ჩვენ კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ არავინ წინასწარ ამას ესე რომ აი მაინდა-მაინც 23 ნოემბერს იქნებოდა ეს რევოლუცია და მოხდებოდა, არავინ ამას წინასწარ ესე დედლაინებით არ გეგმავდა და არ დაუწესებია. ასე რომ თუ იქნება რევოლუციის დაკვეთა და რევოლუცია მოხდება ამ ქვეყანაში, მოხდება იმ შესაბამის დროს, როცა ამას ისურვებს ჩვენ მისი უდიდებულობა ქართველი ხალხი. ასე რომ ამას ესე დედლაინებით ვერ განსაზღვრავ, მე კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ნებისმიერ რადიკალურ სცენარს ვემიჯნებით, ჩვენ ვრჩებით კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართულ ოცნებას ჩვენ უნდა გავუმართოთ ყველა ბრძოლა, რაც კონსტიტუციურ ჩარჩოებშია, ამიტომ შევდივართ ამ არჩევნებში თუ არა, ამ არჩევნებში შესვლა გარდა ამ 2 ცეცხლში მოხვედრისა და გარდა დისკომფორტისა და გარდა დღე-დაღამე და ქარში და წვიმაში და სიცხეში სიარულისა არაფერი არ არის, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ვებრძოლოთ მათ შორის ქართულ ოცნებას. მადლობა ბატონ ზაზა იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ზაზა თავაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა კი კიდევ ერთი პარტია და მისი კიდევ ერთი ლიდერი გვერდდება თავისუფლების მოედნის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე, რომელთანაც ასევე ბევრი გვაქვს სასაუბრო. დაწყებული საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპელი ელჩების დაბარებით თუ გაეროს ტრიბუნიდან მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლით დასრულებული 4 ოქტომბრით, როცა ასე ვთქვათ, პარტიების ერთი ნაწილი საარჩევნო უბნებზე იქნება, მეორე ნაწილი კი რუსთაველის გამზირზე. რა პერსპექტივა შეიძლება გქონდეს 4-ში 20 საათზე ქართული ოცნების მიერ ძალაუფლების დათმობის გეგმას, მით უფრო მაშინ, როცა ირაკლი კობახიძე იქით აფრთხილებს აქციის ორგანიზატორებს, რომ თუ კი წაუწდებათ ხელი, რაღაცას წამოკრავენ ფეხს. მოკლედ, ლევან ცუცქირიძე უკვე შემოგვიერთდა, შესაბამისად, მივესალმებით ჩვენ სტუმარს. გამარჯობა ბატონ ლევან და მადლობა რომ ჩვენთან ხართ. საღამოშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონ ლევან, დღის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური თემა ევროპის წამყვანი სახელმწიფოების, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაა და ამიტომ მოდით ჩვენ ინტერვიუ ამ თემის
არის ამ საკითხის შეფასებით დავიწყოთ. ყველა სხვა გზა გამოვიყენეთ, მათ შორის პირადი შეხვედრები და საჯარო მოწოდებები, თუმცა ელჩები ასე ვთქვათ ჭკუაზე ვერ მოვიყვანეთ, ამიტომ მნიშვნელოვანი გახდა მათი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება, ამბობს შალვა პაპუაშვილი. ძალადობის წახალისება ერთ-ერთი მთავარი ბრალდება, რაც ევროპელი ელჩების, ევროპელი დიპლომატების მისამართით ისმის, რასაც თავის მხრივ კატეგორიულად ემიჯნებიან და უარყოფენ თავად ბრალდების ადრესატები. რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან მიმართებაში? ბინძური პროპაგანდა, რომლის მიზანიც არის ევროკავშირთან, როგორც ინსტიტუტთან კონფლიქტის მიზანმიმართულად გაღრმავება თუ საფუძვლიანი კრიტიკა ქართული ოცნების მხრიდან? არ ვიცი, როგორ უყურებთ ევროპელი ელჩების გამოძახებას საგარეო საქმეთა სამინისტროში? მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამაზე სწორად რო უპასუხოთ, უნდა ვითხრათ ჩემი მოსაზრება იმაზე, რა არის ქართული ოცნების მთავარი ამოცანა. ქართული ოცნების ერთადერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ მუდმივად იყოს ხელისუფლებაში და მუდმივად იყოს იმ კორუფციაში, რომელიც ჩვენმა ყველა მოქალაქემ უკვე იცის რამხელა მასშტაბებს აღწევს. ამისათვის რაც ჭირდება, ყველაფერს აკეთებს. ამიტომ ეს ელჩების დაბარების საკითხი გარდა იმისა, რომ არის უკიდურესად არაკეთილგანწყობილი ჟესტი ჩვენი ქვეყნის მეგობრების წინააღმდეგ, ასევე არის უბრალოდ საკუთარი მხარდამჭერების მოტყუებაც და ფარისეულობაც. იცით რატომ, რომ ქართულ ოცნებას რამდენიმე წლის წინ ეს საკითხები საერთოდ არ აწუხებდა. ეხლა მე მაგალითად ვიხსენებ 2011 წელს, როდესაც მათ არ დაუდანაშაულებიათ ევროპელი ელჩები იმაში, რომ ქვეყნის საქმეებში ერეოდნენ, იმიტომ რომ ისინი მაშინ მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას სამართლიანად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის ოპოზიციას უსამართლოდ ჩაგრავდა. მათ არ დაუწყიათ უსაფუძვლოდ ასევე ვენის კონვენციაზე საუბარი, როდესაც ევროპელი ელჩები ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს რომ საქართველოს პასპორტი წაართვეს, ეს არ შეიძლებოდა. მაშინ არ უწოდებიათ ევროპარლამენტისთვის deep state-ი, როდესაც ევროპარლამენტმა ამ საკითხზე დებატებიც კი გამართა. მაშინ ეს არ იყო არც deep state, რომ მაშინ ასე ჭირდებოდათ. თვითონ იყვნენ ოპოზიციაში და ჭირდებოდათ საგარეო მხარდაჭერა იმაში, რომ ოპოზიცია არ დაჩაგრულიყო უსამართლოდ. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა, ჩვეულებრივი ტყუილი და მათმა მხარდამჭერებმა უბრალოდ უნდა გაიხსენონ მაგალითად ის ფაქტი, როგორ საუბრობდნენ ზუსტად გერმანიის ელჩზე ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების ლიდერები, როდესაც ისინი იხსენებდნენ თუ როგორ ესხმოდა თურმე გერმანიის ელჩს თავს მიხეილ სააკაშვილის პარტია და როგორ შეიძლება თურმე ამის გაკეთება, თეატრულუკიანი საუბრობდა ამაზე. იმიტომ რომ გერმანიამ დაგვიწერა თურმე კონსტიტუცია, ხო? ამიტომ ეს ადამიანები უბრალოდ ყველანაირ ტყუილს კადრულობენ იმისათვის, რომ ამომრჩეველი დააბნიონ, მოატყუონ და ამის ხარჯზე შეინარჩუნონ ძალაუფლება. ბატონ ლევან, 27 ევროპული ქვეყნის საელჩო აუცილებს განცხადებას და გავაცნოთ მათი პოზიცია. მაყურებლებს მტკიცედ უარყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ, ასეთ დეზინფორმაციას შეცდომაში შეხავს საზოგადოება და ძირს უთხრის ჩვენი დიპლომატიური მისიების მიერ მათი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას. დიპლომატებისთვის, ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან, მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად მოქალაქეებთან შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია და ვენის კონვენციას სრულად შეესაბამება. ჩვენ არც ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერთ მხარს და განცხადებები ჩვენს მიერ ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის შესახებ უბრალოდ სიმართლე არ არის. ასე პასუხობენ ელჩები ქართული ოცნების ბრალდებებს, თუმცა მართლ პარტიას ასე ვთქვათ პასუხი აქვს, რომელიც დიპლომატიურ მისიებთან მიმართებაში სვამს ასეთ კითხვას, რატომ არ აკეთებენ ელჩები საჯარო განცხადებას, რომ ძალადობა არის დაუშვებელი. მოდით აი ასე ვთქვათ ამ კონტექსტში დაგისვავთ შემდეგ კითხვასაც. გასაგებია, რომ დიპლომატები უნდა შეხვდნენ საზოგადოების ფართო სპექტრის წარმომადგენლებს, მათ შორის თქვათ მათაც ვინც იგივე მშვიდობიან რევოლუციაზე აკეთებს განცხადებებს, თუმცა რატომ არ ისმის უცხოელი დიპლომატების მხრიდან მართლაც განცხადებები იმის თაობაზე, რომ ძალადობა დაუშვებელია და ამისგან თავის არიდებისკენ ყველა როგორ თქვა, ანუ ყველა პარტიის მიზანი უნდა იყოს, რომ ამ ყველაფერს თავი აარიდოს. მე არაერთი ასეთი განცხადება მაქვს მოსმენილი ევროპელი ელჩებისგან. რომ ძალადობა დაუშვებელია. მე არ ვიცი ქართულ ოცნებას რა უნდა რომ ელჩებმა თქვას. ქართულ ოცნებამ ალბათ უნდა ელჩებმა თქვა რომ გმობთ ოპოზიციას
ისინი არიან ცუდები, რადიკალები, ძირს სამოქალაქო საზოგადოება, ძირს პოლიტიკური ოპოზიცია გაუმარჯოს ბიძინა ივანიშვილს. აი ამას თუ იტყვიან, მაშინ ალბათ ქართული ოცნება იტყვის, რომ რა კარგია და საერთოდ დაავიწყდება ვენის კონვენციაც, საერთოდ დაავიწყდება deep state-იც და უცბად გახდებიან გერმანიის ელჩის, ბრიტანეთის ელჩის და სხვა ელჩების საუკეთესო მეგობრები. აი ეს არის მათ რა თქმა უნდა, თორე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებისგან, არა მხოლოდ ელჩებისგან, არამედ ლიდერებისგან, პრეზიდენტებისგან და პრემიერებისგან არაერთხელ გვაქვს მოსმენილი, რომ დაუშვებელია ძალადობა ქვეყანაში. ამიტომ ეს კიდევ ერთი თვალთმაქცობა, კიდევ ერთი თვალში ნაცრის შეყრა ისევ და ისევ საკუთარი აუმრჩევისკენ. ეს ერთი. და მეორე, რაც მინდა ვთქვა ის, რომ ქართულ ოცნებაში აღარ დარჩა ადამიანი, აღარ დარჩა პროფესიონალი, რომელსაც ესმის საერთაშორისო ურთიერთობების საერთოდ რამე. ისინი იქცევიან საერთაშორისო არენაზე, რომ არ ვიცი, ეხლა რა ვიცი, წარმოუდგენელია რა, ესე საერთოდ არ ხდება. ესეთ ანომალიურ ვითარებაში აღმოჩნდა საქართველო, რომელიც ყველა რაღაცა ნორმალურ, ცივილურ წესებს ეწინააღმდეგება, როგორც მისი კურსით, რასაც ქართული ოცნება ატარა, ასე მისი ლიდერების ქცევით, როგორ ლიდერებს უშვებთ უმაღლეს ფორუმებზე, ხო? როგორი ადამიანები წარმოადგენენ და იჩემებენ, რომ ქართულ ხალხს წარმოადგენენ. დღეს გაეროში ტრიბუნასთან იდგა ადამიანი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვერ გახდა, იმიტომ, რომ მხოლოდ საშუალო განათლება ჰქონდა. განა რამეთი ვაკნინებ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ საშუალო განათლება აქვს, ეს მათი არჩევანია, მაგრამ პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს უმაღლეს ამბობს, რომ წარმოადგენს უმაღლეს არენაზე, ეს უნდა იქ უნდა იდგეს ადამიანი, რომლის სიტყვასაც ვიღაცა უსმენს ყურადღებით, რომელიც დაფასებულია, რომელსაც ესმის საერთაშორისო ეტიკეტი, ესმის დიპლომატია, ესმის საერთაშორისო ურთიერთობები და არ არის აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებელი ამ შეიძლება ქვეყნის სახელით გაუშვა, ვინც უნდა იყოს ადამიანი, რომელმაც გაერო გამიშიფრეო, რო უთხრა ვერ გეტყვის რა არის გაერო აბრევიატურა. ამას ვერ გეტყვის დარწმუნებული. რატო ლევან, რადგან მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლა შეეხეთ გაეროში, გადავიდეთ ამ თემაზე, გავახსენოთ მაყურებლებს, რომ ცოტა ხნის წინ მიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მიხეილ ყაველაშვილმა შესაბამისად ამ ღონისძიების ასამბლეის სესიის მონაწილეებს და შევაფასოთ ის მესიჯებიც და ასე ვთქვათ აქცენტები, რომელიც დასვა ყაველაშვილმა საკუთარ სიტყვაში, მე წარმოადგენს საქართველოს, რომელმაც იცის როგორც ომის ფასი, ისე მშვიდობის მნიშვნელობა გლობალური გამოწვევების პირობებში საქართველოს მტკიცედ დგას დიალოგის, მშვიდობის, სტაბილურობის და მდგრადი განვითარების სადარაჯოზე. შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შევინარჩუნეთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენი მიზანია ქვეყანას ავაცილოთ ომი. მოკლედ მშვიდობა იყო ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, მესიჯი ყაველაშვილის სიტყვაში. შეაფასეთ საერთო ჯამში ის აქცენტები, რომელიც მოვისმინეთ ყაველაშვილის მხრიდან და ხო, მიუხედავად იმ პოზიციისა, რომელიც უკვე გაგვიზიარეთ, უშუალოდ გამოსვლის ტექსტზე და შინაარსზე რა გაქვთ. თქვენ ციტატას შევეცადე და მემახსოვრებინა და იქიდან რამდენიმე საკვანძო სიტყვა შემიძლია ამოვიღოთ, ხო? ეს იყო უსაფრთხოება, ხო? ეს იყო მდგრადი განვითარება, დიალოგი და მშვიდობის უზრუნველყოფა. დავიწყოთ მდგრადი განვითარებით. მე მაქვს ასეთი კითხვა მიხეილ ყაველაშვილთან, თუ იცის რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს მდგრადი განვითარება? მან ამას დავანებოთ თავი. მდგრადი განვითარება როგორ არის, როგორ შეიძლება იყოს ქვეყანაში, სადაც რკინიგზის გვირაბებს ისე აგებენ, რომ სოფლები მერე მეწყერს მიაქვს. მდგრადი განვითარება როგორ შეიძლება არსებობდეს იმ ქვეყანაში, რა მდგრად განვითარებაზე ლაპარაკობს ახლა ყაველაშვილი, როდესაც ეხლა რო კორუფციაზე საქმე აღძრეს ადამიანზე, იმ ადამიანს მანამდე გამოიძიეს ჟურნალისტებმა და შოუში არ ქონდა შესაბამისი ღონისძიებები გატარებული. იმისათვის რამდგრადი რომ ჯებირები და დამცავი რაღაცეები ყოფილიყო, ყველაფერი სტიქიური უბედურებების წინააღმდეგ რაც მოხდა. და ეხლა აღძრეს ვითომ როცა დაჭირდათ საქმე. რამდგრად განვითარებაზეა საუბარი, როდესაც სოფლეს მაგალითად გავიხსენოთ შუქრუთი, მთელი მიწა გამოაცალეს იქიდან, რომ უბრალოდ მადანი ამოეღოთ მიწიდან და ჯიბეში ჩაედო ვიღაცას. რამდგრად საერთოდ რა იციან რამდგრადი განვითარებისთან, რამდგრად განვითარებაზე ლაპარაკობს ესეთი სახელმწიფოსთვის. უსაფრთხოება.
რა უსურთხუებაზე ლაპარაკობს მიხეილ ყაულაშვილი, როდესაც ამდენი პოლიტპატიმარი ყავს, ასეულობით ადამიანი არის ნაწამები და არც ერთი ეს საქმე არ არის გამოძიებული. რა მშვიდობაზე ლაპარაკობს იმ პარტიის პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყო ომი ქვეყანაში. საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ყველას გვახსოვს რა დაგვავიწყებს, ხო? როგორ სასიკვდილოდ ცემდნენ ადამიანებს ქუჩაში და ამ ადამიანებს მერე ღირსების ორდენს მიხეილ ყაველაშვილი გადასცემდა. რა მშვიდობაზე, რა დიალოგზე საუბრობენ ისინი, როდესაც ყველა ვისთანაც დიალოგი შეიძლება მტრად გამოაცხადეს და ქვეყნები, რომლებიც მართლა ინვესტიციას დებდნენ ამ ქვეყანაში, ზუსტად ამაში, მტრად განვითარებაში და ასე შემდეგ, ხო? არ მოგვისმენია, ასე ვთქვათ, ბრიუსელის ღია კრიტიკა. რატომ, როგორ ფიქრობთ? აი, რატომ არაფერი ითქვა იმ მესიჯებზე, რაზეც თბილისში ყოველდღიურად კეთდება განცხადებები ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან. სხვა შორის იყო მოლოდინი, რომ გაეროს ტრიბუნასაც საერთაშორისო პარკოშტხში დასავლელი პარტნიორების კრიტიკისთვის გამოიყენებდა ქართული ოცნება, თუმცა ეს ასე არ მოხდა და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მოზომილი იყო დასავლური ლიდერების კრიტიკა უნდა გამოეყენებინა და დასავლეთის ერთ-ერთ მთავარ დედაქალაქში იყო და ეთყობა ვიღაცა მაგდენს მიხვდა, რომ იქ ეგრე არ ილაპარაკო, როგორც აქ ლაპარაკობ. მაგდენს ვიღაცა მიხვდა, ალბათ დარჩა რამდენიმე ადამიანი, რომელმაც რაღაც ტექსტებზე გადახედვა იცის, თორე მე რაც ვიცი რა გარემოცვაც არის ეს ადამიანი, რომლებიც ამაზე რაღაც deep state-ებზე და რაღაცებზე ლაპარაკობენ, ის ხალხი ალბათ ეგეთ რამეებზე წერდა, თვითონაც მაგას დაწერდა. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს იყო უფრო შენიღბული იქ და ლაპარაკობდნენ მრავალპოლუსიან სოფლიოზე. რას ნიშნავს მრავალპოლუსიანი სოფლიო, რომ თანაბარი გავლენის უნდა იყოს, მაგალითად, ევროკავშირი და ირანიც. ევროკავშირი ერთის, რომელიც არის მართლა მშვიდობის პროექტი, სადაც მეორე მსოფლიო ომის მერე არც ერთი ომი არ ყოფილა, არც ერთ ქვეყანას არავინ არ დასხმია თავს. ამ ქვეყნებს ერთმანეთში აღარ ქონიათ კონფლიქტი, ევროკავშირს აცხადებენ ომის deep state-ად და გლობალური ომის პარტიად და ირანში ჩადიან ტერორისტულ ორგანიზაციებთან ერთად, სადაც ყვირიან სიკვდილი ამერიკასო. და ამას ეუბნებიან, რომ მრავალპოლუსიანი მსოფლიო უნდა იყოსო და აი ჩვენ ამაში რისი წვლილი შემტანი არის, აი რომელ მაგიდაზე საუბარი შეუძლიათ ამ ხალხს. მათი ამოცანა ერთადერთი არის რა, რომ ეს ყველაფერი გაყიდონ ადგილობრივი მოხმარებისთვის. ხა მათ რო არავინ არ ხვდება და კეთროვანივით რო გავრუბის, ეს ხომ ნათელი აი მნიშვნელოვანი შეხვედრები, ვახშმები და რასის შემდეგ. ეხლა რაღაც სისულელე რო თქვეს, რომ ეს საჭმელად კი არ იყო იქ წასული, აი ნუ ეხლა ვისატყუებენ, ხო? ვისატყუებენ. ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც კიდევ ერთ სტუმართან ვისაუბრებთ გაცემის შემდეგ ნაწილში, ასე რომ მოკლედ საკმაოდ დროს დაუთმობთ ამ საკითხს. ბატონ ლევან, გამოსავალზეც მინდა რომ ვისაუბროთ. აი დღეს თქვენი პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი სიმონ ჯანაშია იყო დილით ნიუსრუმში ჩემი სტუმარი, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს პირველად მიდის უკან და მოკლე, ასე ვთქვათ, ამონარიდი მისი პოზიციიდან. ჩვენ საბჭოთა კავშირის დროსაც კი ვიცოდით, რომ რაღაც გაუმჯობესება ხდებოდა 90-იან წლებშიც ჰქონდა საშინელი დრო, მაგრამ ვიცოდით, რომ უკეთესობისკენ წავიდოდით. ახლა არის პირველი შემთხვევა, როცა საზოგადოება ხვდება, რომ თუ არ გავაჩერეთ ეს სვლა, მივდივართ უკუღმა. აი როგორ უნდა გაჩერდეს უკან სვლა და უკუღმა სიარული უკვე გამოსავლის თქვენეული ხედვაც რომ გაგზავნა. იცით რა, აი იმდენად ანომალიური, არანორმალური ვითარება შეიქმნა ქვეყანაში, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ახლაც და ისტორიაშიც, რომელსაც აღარ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება. ანუ ქვეყნები, რომლებიც აი ძალიან დაშორებული არიან იქიდან ყველანაირად, ხო, შეიძლება კულტურული რაღაცა ტრადიციებით, პოლიტიკური ინსტიტუტებით, სახელმწიფო მმართველობის და ამ შემდეგ, მაგრამ მაინც ამას ცდილობენ და საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც თურმე რაღაც ისეთი დაინახა ამ სოფლიო პოლიტიკაში, რაც ვერ დაინახა ვერავინ ევროპის კონტინენტზე და აღარ უნდა იქ შესვლა რა. აი ეს არის აბსოლუტური არანორმალური მოვლენა. როგორ უნდა გავაჩეროთ და ბრძოლით უნდა გავაჩეროთ. ამ ადამიანებს არ ესმით, როგორც ხედავთ, არც დიპლომატიის ენა, არ ესმით არც საქმის, ერთადერთი მათი გაჩერება არის სახალხო დემოკრატიული წინააღმდეგობა. სახალხო დემოკრატიული არაძალადობრივი ბრძოლა აი ამ რაღაცა ქართული კოშმარის წინააღმდეგ. ეს უნდა გავაჩეროთ მასობრივი დემონსტრაციებით და მასობრივი გამოსვლებით. ეს უნდა გავაჩეროთ ბოიკოტებით. ეს უნდა გავაჩეროთ მათი კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო იზოლაციით. ეს უნდა გავაჩეროთ ზუსტად ასევე იმით და იმის თქმით, მათ შორის მათი მომხრეებისთვის. მათი მომხრეებისთვისაც, რომ ის პარტია, რომელსაც ისინი ენდობოდნენ, მათ ატყუებს.
აი წინა ნოემბერში პარტია მათ პირდებოდა ღირსებით ევროპისკენ სვლას. და ამბობდა რომ ჩვენ ყველაზე მეც გავაკეთებთ იმისათვის რომ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი და კიდევ ერთხელ მოატყუა და ამ ხალხმაც ხომ ესე თავი არ უნდა აგდებინოს აი ამ ადამიანებს რომლებიც როდესაც ისინი შეიცვლებიან მე აღმოჩნდება ვის ხელში იყო თურმე ქვეყანა. ჩვენ კი ვხედავთ ამას, ვინც გარეთაც ვიბრძვით და დიპლომატიურად, მაგრამ არიან ვიღაცები, ვინც შეიძლება არ გვენდობიან, მოწამლული არიან ამ პროპაგანდას და მერე იქნება აი მათთვის ძალიან უხერხული ამ ყველაფრის დანახვა. როდესაც ყველაფერი გამოვა სააშკარაოზე და ახლა უკვე თვითონ იწყებენ ამ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანას და იმიტომ არის რაც ხდება შიგნით. აი პროტესტის და წინააღმდეგობის მნიშვნელობას რადგან შევეხეთ 4 ოქტომბრის აქციას როგორ უყურებთ, ესეც გითხარით, მართლა გუწფელად მაინტერესებს, გჯერათ რომ 4-ში ქართულ ოცნებას ისე შეეშინდება რომ ძალაუფლებას დათმობს, რაც არ უნდა ბევრი ხალხი გავიდეს რუსთაველის გამზირზე და თუ თქვათ ამას არ ელოდებით, მაშინ აქვე კითხავთ რამდენად ეთანხმებით ზოგადად წინასწარ დაანონსებას იმის, რომელ დღეს და რომელ საათზე უნდა შეიცვალოს. ჯერა იმის რომ ქართულ ოცნებას მართლაც ძალიან ეშინია ქართველი ხალხის რისხვის, რომელიც არის სრულიად დამსახურებული. აბსოლუტურად დამსახურებულია და კიდევ ბევრს ითმენს ქართული საზოგადოება და ითმენს იმიტომ, რომ ჩვენ კიდევ სხვა რაღაცებზე ვფიქრობთ მათგან განსხვავებით. ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ არავის არაფერი დაუშავდეს. ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ საქართველოს არ შეექმნას ახალი რაღაც რისკები, არ შეექმნას უსაფრთხოებას რისკი, არ შეექმნას სახელმწიფო სხვა რისკები, იმიტომ რომ ძალიან რთულგა ისინი რომ ამაზე ფიქრობდნენ, თვითონ ქართული ოცნება ამ ვითარებას აქამდე არ მოიყვანენ. დიახ, მათ ეშინიათ ბევრი ადამიანის, დიახ, მათ ეშინიათ დამხობაზე თქვენს თუ რაც შეეხება ამ ამბავს. მაინტერესებს 4-ში ვიცით რომ თავისუფლების მოედანი იქ იქნება თქვენს წარმომადგენლებთან ერთად, თუმცა აი თქვენ რა გაქვთ სათქმელი მოქალაქეებისთვის? აი ნაციონალური მოძრაობის სათქმელი არის გასვლა რუსთაველზე იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მოეწყოს მშვიდობიან რევოლუცია. ჩვენ ყოველი გასვლა რუსთაველზე, არა მხოლოდ ეხლა და არა მხოლოდ 4-ში, არამედ მანამდეც ყოველთვის იყო იმისათვის, რომ ეს უსამართლო და უპასუხისმგებლო პარტია ჩამოგვეცილებინა მშვიდობიანი და არაძალადობრივი გზით ხელისუფლებისკენ. 4-შიც ვიქნებით ჩვენ ხალხთან ერთად. თავისუფლების მოედანი წარმოიშვა პროტესტის ნიადაგზე, ჯერ რუსული კანონის და შემდეგ ყველაფერი იმის გამო, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა და ჩვენ მანამდეც ვიყავით ხალხთან ერთად ყოველთვის და ახლაც ვიქნებით. რაც შეეხება ხა რაღაც დღეების გამოცხადებას, რა როდის დამთავრდება, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქართული ოცნების ბედი, პოლიტიკური ბედი გადაწყვეტილია. პარტია, რომელსაც წიტუშკები ჭირდება იმისთვის, რომ თავი დაიცვას საკუთარი მოქალაქეებისგან, რომლებიც სამართლიან გაბრაზებული არიან. ეს არის პარტია, რომელიც არის დამთავრებული უკვე. ეხლა 4-ში დამთავრდება ეს, 3-ში თუ 10-ში ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მე ძალიან მინდა, რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს გუშინ. და ამდენი ხანი ამისთვის ვიბრძვით. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით, თუ კი მშვიდობიანი, არაძალადობრივი გზით ეს პარტია ჩამოცილდება ერთხელ და სამუდამოდ ქვეყნის მართვას, მაგრამ მე პირადად, როგორც წლების წინ თქვი ჯერ კიდევ, სულ რომ მარტო დავრჩე, მაინც ვაპირებ ამ ბრძოლის გაგრძელებას. 4-მდეც, 4-შიც და 4-ის მერეც. კეთილი, ბატონ ლევან, ბოლო კითხვა კიდევ ერთ აქტუალურ საკითხზე მინდა დაგისვათ, რომელიც ასე ვთქვათ რეზონანსულია და ამ დრომდე რჩება შეფასების საგანი, გულისხმობ კორუფციას და ქართულ ოცნებას სუსი გავიდა მორიგ დანაშაულზე და ეს თემაც შევაფასოთ და ამ დაგემშვიდობებით ამჯერად საქმე ეხება ვანის საკრებულოში ქართული ოცნების წევრის ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის მიერ 4 მილიონი ლარის მითვისების ფაქტს. ცალკეული პოლიტიკოსის შეფასება რომ ქართულ ოცნებაში ერთმანეთის მიმართ ნდობა აღარ არსებობს და ისინი ნაძარცვი ქონების ერთმანეთისგან გლეჯით არიან გართულნი. აი თქვენ რას ხედავთ იმ სურათში, რომელსაც ბოლო კვირების განმავლობაში ვხედავთ? ამას არაფერი საერთო არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან. ამას რომ ქონოდა საერთო რაიმე კორუფციასთან რეალურ ბრძოლასთან, ზუსტად ამ პიროვნებას გულისხმობდი, როდესაც შოვის საკითხი ვახსენე. იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდევ ჟურნალისტებმა, დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა მოამზადეს სიუჟეტები კორუფციაზე, აი ზუსტად ამ პიროვნებასთან დაკავშირებით და მაშინ მთელი ქართული ოცნება იცავდა მას და ამბობდა, რომ აი ღირსეულ კაცს, უღირსი რადიკალი deep state-ის მოყსყიდული ჟურნალისტები ნახეთ ხალხო რა შეზდებენ ბრალს და ახლა თვითონ იჭერენ ამას. პროკურატურის განცხადება გავიხსენოთ ცოტა ხნის წინ, ეხა მე მგონი შლიანო აღარ ვიცი, აღარ გადავამოწმე, რომ 2 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარი გათეთრდა.
ქვეყანაში. 2 მილიარდი რამდენია, იცით რომ აი ყოველდღიურად კილოგრამობით ფული თეთრდებოდა და მიდიოდა ვიღაცის ჯიბეში. 2 მილიარდი ლარი იცით რამდენია? საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტზე მეტია. აი შვიდობაზე რო ლაპარაკობს ქართული ოცნება, მინდა იცოდეს მაყურებელმა, რომ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი არის 1.6 მილიარდი დაახლოებით და ყველაზე პატარა თავდაცვის ბიუჯეტი ჩვენ გვაქვს ჩვენ რეგიონში. ბადოლებო, თქვენც ახსენეთ, რომ ამიტომ კორუფციასთან ბრძოლა არ არის, ეს არის ერთმანეთთან კლანების ბრძოლა. მეკითხა ყველა იმ ფაქტზე, რაზეც ახლა, ასე ვთქვათ, საქმეების აღძვრას ახდენს სუსი თუ პროკურატურა, წლების განმავლობაში წერდნენ და საუბრობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ხო, შთაბეჭდილება რჩება, რომ ერთგვარად დაიდეს წინ ეს არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებული ანგარიშები და ამით ხელმძღვანელობენ. აი ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა, რატომ ახლა და არა წლების წინ, ეს არის ერთ-ერთი აქტუალური კითხვა. შიდა ამბავია და ეს შიდა დაპირისპირება ხდება იმიტომ, რომ ისინი არიან ძალიან ცუდ დღეში. ძალიან ეს ხო არ არის რაღაც დალხენილი პოლიტიკური პარტიის საქციელი, ხო, რომელსაც ყველაფერი კარგად აქვს, შიგნით ურთიერთობა მოგვარებული აქვს, გარეთ ურთიერთობა მოგვარებული აქვს, ფული ყველაფერზე ყოფნის, მათ შორის თავისი რაღაც პარტიული და ასე შემდეგ საქმეების ჩაწყობაზე და მოგვთამობებზე და რაღაცებზე. არა, ისინი არიან ძალიან მყიფე, ერთმანეთისაც კი ეშინიათ, არათუ აქეთ წინააღმდეგობის და ეს პარტია არის დასასრულისკენ მიმავალი პოლიტიკური პარტია. ახლა მთავარია, რომ ეს მოხდეს ისე, რომ მინიმალური ან არანაირი ზიანი არ მიიღოს ქართულმა სახელმწიფომ და არც ერთმა მოქალაქემ. ისინი ჩვენ უნდა გავისტუმროთ აქედან ისე ძალიან ღირსეულად, შვიდად პოლიტიკურად და მერე უნდა შევქმნათ ნამდვილი დემოკრატია. ეთილი, მადლობა ბატონო სტუმრობისთვის, იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო, ლევან ცუცქირიძეს ვემშვიდობებით, ახლა რეკლამის შემდეგ კახა გოგოლაშვილი შემდეგ ვერთება, ასე რომ დაგვერთით. რეკლამის შემდეგ თავისუფალი სტუდია ისევ პირდაპირ ეთერშია, ეს გადაცემის დასკვნითი ნაწილია, სადაც ისევ და ისევ დღეისთვის აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებს მიმოვიხილავთ. პოლიტიკოსების შემდეგ საკუთარ შეფასებას ახლა უკვე რომდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი გაგვიზიარებს, შესაბამისად გამოდის, რომ რეზონანსულ საკითხებს ახლა უკვე ექსპერტულ ჭრილში გავშლით. ბატონ კახა, გამარჯობა და მადლობა, რომ შემოგვიერთით. მადლობთ მოწვევისთვის. ბატონ კახა, აი გავხსნათ გადაცემის დასკვნითი ნაწილი, მოდით მიხეილ ყაველაშვილზე საუბრით, რომელიც წელს წარმოადგენს საქართველოს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და დაახლოებით 2 საათის წინ უკვე მისი სიტყვით გამოსვლაც მოვისმინეთ გაეროს ტრიბუნიდან. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობდა, რომ ყაველაშვილი, ასე ვთქვათ, იმ წერილის კოპირებას მოახდენდა, რომელიც მან არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თუმცა მას დღეს ტრამპისთვის არ მეუმართავს, უფრო სწორად ერთხელ ახსენა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, თუმცა თქვა, რომ მიესალმება ტრამპის სურვილს დაასრულოს ომები, რაც შეეხება ზოგადად დასავლელი პარტნიორებისადმი მიმართვას, ყაველაშვილს ჰქონდა ერთი კონკრეტული მესიჯი. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას, რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი. აი როგორ წარმოაჩინა დღეს მიხეილ ყაველაშვილმა საკუთარი თავიც და ჩვენი ქვეყანაც თქვენი აზრით, ანუ რამდენად და როგორ გაართვა თავი იმ, ასე ვთქვათ, დავალებას, რაც აქვთ ხოლმე კონკრეტული ქვეყნების ხელმძღვანელ პირებს ასეთ ღონისძიებებზე. რა გითხრათ, ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც საქართველოს ესე პირდაპირ აცხადებს, რომ მე პრაქტიკულად ვარ არ მივეკუთვნები არც ერთ ბლოკს ქვეყნებისას, რომ მე ვარ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ყველანაირად ჩემ გადაწყვეტილებებში, მე არ ცნობ არანაირ რაღაც შეთანხმებებს საერთაშორისო, აღებულ ვალდებულებებს და აი ორმხრივ დიალოგში მე ყველასთან ვამყარებ ამ ტრანზაქციულ ურთიერთობებს. პრაქტიკულად ახლა ეს გადახვევა დაიწყო, შეიძლება თქვათ, ღიად შეერთებულმა შტატებმა. იმიტომ რომ ვაჭრობის სოფლიო ორგანიზაცია, კლიმატის ცვლილების შეთანხმებაზე არც ვლაპარაკობ უკვე და სხვა სახის ეს თქვათ საერთაშორისო თანამეგობრობის ეს თქვათ ფარგლებში დადებული კონვენციების შეთანხმებები პრაქტიკულად გადაუსვა ხაზი ყველაფერს, ხო? მაგრამ ეს არის შეერთებული შტატები, რომელსაც გააჩნია ძალა და რომელიც არის ერთ-ერთი ლიდერი, ხო, სოფლიოში, ჯერჯერობით წამყვანი ლიდერია სოფლიოში და ის განსაზღვრავს ხშირად საერთაშორისო ამინდს და
საერთაშორისო წესებს ურთიერთობების. მის გარეშე ყოველ შემთხვევაში ეს წესები არ ყალიბდება, ხო? და აქ გამოდის პატარა ქვეყნის, რომელსაც ჭირდება დახმარება, რომლის ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული, ყავს აგრესიული მეზობელი, რომელიც ემუქრება მას ჩაყლაპვით, დამორჩილებით ავალდებულებს, რომ ითამაშოს მისი თამაში. გამოდის და საერთაშორისო თანამეგობრობას ეუბნება, რომ მე თქვენთან ვარ თანასწორუფლებიან ტრანზაქციულ ურთიერთობებში, ანუ მე თქვენ გევაჭრებით ყველაფერზე და არანაირი პირობა არ დამეყენოთ. მაგალითად არ დამეყენოთ პირობა, რომ შენ უნდა დაიცვა ადამიანის უფლებები. მაგალითად შენ არ შეიძლება დააპატიმრო ჟურნალისტები, არ შეიძლება გააუქმო თავისუფალი პრესა ქვეყანაში. თუ გინდა ჩვენთან ურთიერთობა, ეს არის პირობები დასავლეთის, ხო? თუ გინდა ჩვენთან არა მარტო ურთიერთობა, არამედ განვითარება ამ ურთიერთობების და ინტეგრაცია, სრული მხარდაჭერა და დახმარება და შემდგომში ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება, მაშინ შენ ეს პირობები უნდა შეასრულო გეუბნებიან და ყაველაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ მე არანაირი პირობები არ მაინტერესებს, რაც მე მაწყობს, როგორც მე მაწყობს, აი ისე უნდა ვითანამშრომლო და თუ არა და კარგად ზანდებოდეთ ჩემი გზა აქეთ, თქვენი გზა იქით. აი როგორ შეიძლება გაიგოს და მიიღოს ეს მესიჯი საერთაშორისო პარტნიორებმა და აქვე მიხეილ ყაველაშვილს რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა შეერთებულ შტატებში ამ გაეროში ვიზიტის ფარგლებში და ბარემ ამის შესახებაც კითხავთ, როგორც იკვევა ის დაპატიჟეს დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე, სადაც შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით თავად პრეზიდენტ ტრამპთან ჰქონდა გასაუბრების შესაძლებლობა, თუმცა კითხვაზე რატომ არ არის ფოტო, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ გასაუბრება შედგა ისეთ ფორმატში, სადაც ფოტო გადაღებები არ ხდება. აი თქვენი აზრით, რას ეტყოდა დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს, თუ კი რა თქმა უნდა, ეს გასაუბრება შინაარსობრივად იყო უფრო მეტი, ვიდრე თქვათ არანაირი გასაუბრება არ ყოფილა, შეუძლებელია. ანუ აქ ხდება ეს არის მიღება, სადაც ყველა ლიდერი, რომელიც ჩამოსული არის დაპატიჟებული, რადგანაც არის, ესე ვთქვათ, მთავრობის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელით გამართული მიღება მთლიანად ეს თქვათ გაეროს აი ამ გენერალური ასამბლეის მონაწილეებისთვის და რა თქმა უნდა მიღების პატრონი ან მიღების თქვათ მომწვევი მხარე ის ყოველთვის დგას შესასვლელში და ყველა შემოსული ეს თქვათ თანამდებობის პირი იქნება ეს თუ მაღალი რანგის დიპლომატი თუ საგარეო საქმეთა მინისტრი თუ პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ ვინც არიან დაპატიჟებულები მოკლედ ყველა სარტყელს ხელს და რა თქმა უნდა ეუბნება საღამოშიდობისა და რა თქმა უნდა ეს არის მისალმება და ამას შეიძლება დაარქვა გასაუბრება შეიძლება ვთქვათ დავარქოთ გასაუბრება უბრალოდ გამარჯობა როგორ ხართ მადლობთ კარგად და ხო ყველაფერი გზია თქვენს კი ბატონო ყველაფერი გზია მიბრძანდით ეს არის გასაუბრება თორე რო ყოფილიყო იქ რამე სუბსტანციური ესე ვთქვათ საუბარი ჯერთი ამის შესაძლებლობაც არ იქნებოდა იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რამდენი ლიდერი იყო იქ მიწვეული და რამდენად მნიშვნელოვანი საკითხები იყო ტრამპისთვის იქ განსახილველი სხვა ლიდერებთან, რომ მას დაეხარჯა დრო, თქვათ, საქართველოს. ბატონო, კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, აი, არაღიარებული პრეზიდენტის, თქვათ, ერთი ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი ვახშამი, რომელიც ასევე მსოფლიო ლიდერებისთვის მოეწყო შეერთებულ შტატებში, ამჯერად ტრანსატლანტიკური ვახშამი, რომელსაც ნიუ-იორკში უკვე უმასპინძლა მარკო რუბიომ ოფიციალური ინფორმაციით საღამოს ეწრებოდნენ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, თვითონ ნატოს გენერალური მდივანი რუტე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები. მედიის ინფორმაციით, აი ამ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე არ მიუწევიათ საქართველოს დელეგაცია. ჩნდება კითხვა, თუ ერთ ვახშამზე დაგვპატიჟეს, რატომ არ დაგვპატიჟეს მეორეზე და აქვე აი რა მნიშვნელობის მატარებელია ის ღონისძიება, რომელსაც ასე ვთქვათ, ჩვენ გამოვაკეთეთ. არავითარი მეორე ვახშამი ეს არის პოლიტიკური, ეს არის პროტოკოლური. ტრანსატლანტიკური, ასე ვთქვათ, შეხვედრა არ იყო იქ ტრანსატლანტიკური რაღაც ღონისძიება არ იყო, ხო? დაგეგმილი ვაშინგტონში თავიდანვე ნიუ-იორკში უკაცრავად იქ ხდება გენერალური ასამბლეა. ეს არის მთავარი, ხო? მიზეზი რის გამო ჩავიდნენ ლიდერები, ხო? და რაც შეეხება ამ შეხვედრას, ეს არის მეგობრული ვახშამი ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს შორის. საქართველოს პრაქტიკულად უარს ამბობს ამ პარტნიორობაზე. აზერბაიჯანიც კი, რომელიც არ ემხრობა, ვთქვათ, უბრალოდ არ ატარებს და არც უერთდება ხშირ შემთხვევაში, ხო? იმ კონვენციებს, ვთქვათ, რომლებიც
თუმცა ევროპის საბჭოს კონვენციებში შეერთებულია, მაგრამ ჭიდრო თანამშრომლობა აი უпростоრად ატლანტიკურ ალიანსთან მას არ აქვს, ხო, აზერბაიჯანს, მაგრამ მიუხედავად ამისა, იქ მონაწილეობს პარტნიორობა მშვიდობისთვის და სხვადასხვა პროგრამებში ხანდახან მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, ის შეურაცხყოფას არასდროს არ აყენებს და ღიად არასდროს არ აცხადებს, რომ წინააღმდეგია იმ ღირებულებების, იმ პრინციპების, რომელსაც ეფუძნება ტრანსატლანტიკური ერთობა. და როგორც ჩანს, ამის გამო, ვთქვათ, დიდი წინააღმდეგობა აქვს, იმიტომ რომ არც მოლოდინები არ ყოფილა აზერბაიჯანთან მიმართებაში არასდროს, სომხეთთან მიმართებაშიც არ იყო არანაირი მოლოდინები, ეს საერთოდ სომხეთი ჯერჯერობით ოდკბ-ს ეგრეთ წოდებული, ანუ ესე ვთქვათ, რუსეთის გარშემო არსებული აი ეს კუხოს ეგრეთ წოდებული კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრია ჯერ კიდევ, ანუ სხვა თავდაცვით, კონკურენტ თავდაცვით ბლოკშია ჯერჯერობით, ხო? მაგრამ რა მინდა ვთქვა, საქართველოს ღიად გამოაცხადა სკეპტიციზმი მთლიანად ატლანტიკური ღირებულებების მიმართ, დასავლური პოლიტიკის მიმართ, დასავლეთის ხედვების მიმართ და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ეს არის დემარში თავისებური რომ იქ არ დაპატიჟეს. შალვა პაპუაშვილი მინდა ვახსენო რომ მათ ასეთი კომენტარი გააკეთა კითხვაზე რატომ არ მიიწვიეს საქართველოს დელეგაცია ტრანსატლანტიკურ ვახშამზე. მიხეილ ყაველაშვილი იქ სავახშმოდ არ არის ჩასულია საქმეზე. პარლამენტის სპიკერის რეპლიკას როგორ გამოეხმაურებოდით და მეორე მხრივ რა ხდება ხოლმე ამ ტიპის ღონისძიებებზე, ესეც მინდა ავხსნათ საზოგადოებას. ეს არის ასე ვთქვათ ჭამასმა და ჭამასმის საღამო თუ ჭამასმის კომპონენტი ყველაზე ნაკლებად. ნუ ახლა ყველამ კარგად იცის რომ როცა იკრიბება ესეთი საზოგადოება და სურათები მაქვს ნანახი, მაგრამ არ ვიცი ახლა რა ხდებოდა იქ კონკრეტულად რა საუბრები იყო, არა, მაგრამ ფორმატი იყო დაახლოებით უბრალო კონფერენციის ფორმატი, ანუ ეგრეთ წოდებული U-shape, ანუ ესეთი ოთხკუთხედი მაგიდა, რომლის გარშემოც იჯდნენ და იქ ძირითადი თემა იქ იყო საუბრები ალბათ რა. ამიტომ რა თქმა უნდა ეს ვახშამი არ იყო უბრალოდ ვახშამი, ეს არის პოლიტიკური შეხვედრა, სადაც საუბარი იქნება პოლიტიკაზე, სადაც დაახლოება და სადაც ტრანსატლანტიკური ერთობის გაძლიერება და გამყარება, ეს არის ამის მიზანი, ხო? ბოლოს და ბოლოს რომც არ ყოფილიყო არაფერი პოლიტიკური საუბრები, მაინც პოლიტიკური დატვირთვა აქვს ამას, ის არის კლუბური, ესე ვთქვათ, შეხვედრა, ანუ აი ამ კლუბის წევრები ან მასთან დაახლოებული ქვეყნები არიან მიწვეული, ეს არის გამოხატვა იმისა, რომ ეს ქვეყნები ნამდვილად არიან ერთად და წარმოადგენენ რაღაც ერთობას, ამ შემთხვევაში ტრანსატლანტიკურ ერთობას. გააჩნიათ ერთი მიზნები, არიან პარტნიორები და ასე შემდეგ. ნუ აქ არ მიწვევა, რა თქმა უნდა, არის დემარში ამ შემთხვევაში საქართველოს მიმართ. ანუ ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენთვის მიუღებელია თქვენი დღევანდელი პოლიტიკა და თუ არ გამოსწორდება, ანუ თქვენ დარჩებით ჩვენს გარიყული ჩვენგან. ადოკახა სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც შევეხოთ და ახლა უკვე ვისაუბროთ იმაზე, რა სახე მიიღო ქართული ოცნების ურთიერთობებმა ევროპელ პარტნიორებთან და უფრო კონკრეტულად ევროპელ ელჩებთან. ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, გუშინდელი დღის შემდეგ, როცა გავიგეთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს გერმანიის ელჩი, რასაც უკვე დღეს მიჰყვა ბრიტანელი დიპლომატიც, ბრიტანეთის ელჩი. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ საგარეო უწყებაში ელჩის დაბარება ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა და მას ასეთი აჟიოტაჟი არ უნდა ახლდეს, თუმცა ვხედავთ, რომ მას საქართველოში დიდი აჟიოტაჟი ახლავს. შესაბამისად, თუ კი ეს მართლა დაშვებული დიპლომატიური ზომაა და მართლაც ახლა ელჩები სხვა ქვეყნებშიც დაუბარებიათ, რატომ არის ეს პრობლემა საქართველოში? თქვენი პოზიცია რომ გაგვიზიაროთ და ხო, ასე ვთქვათ, რამდენად არის ის ამბავი, რომელსაც უნდა ახლდეს ამ ხელალ ნებათა ღელვა? ნუ ეხა ელჩის შეხვედრა მინისტრთან ან მინისტრის მოადგილეებთან ან დეპარტამენტის დირექტორებთან ასე შემდეგ შეიძლება ხდებოდეს ხშირად. არა, ეს შეხვედრა შეიძლება ორივე ერთი მხარის ან მეორე მხარის ვთქვათ მოწვევით იყოს ან რაღაც. ეს სულ სხვა რაღაცაა. ესეთი ტიპის შეხვედრები ხშირია და აი უბრალოდ შეხვედრა ეს არის მიღებული ფორმა ურთიერთობის, რომელშიც თანამშრომლობა ხორციელდება, რომლის მეშვეობითაც. მაგრამ ამ შემთხვევაში ხო ოფიციალური ეს გამოძახება არის, ეს არ არის უბრალოდ მიწვევა შეხვედრაზე სალაპარაკოდ.
ეს არის გამოძახება, ელჩის გამოძახება, ეს არის დემარში. ანუ ეს არის დიპლომატიური პროტესტის ფორმა. ეს არის ქვეყნისთვის მითითება, რომ მე უკმაყოფილო ვარ შენით და მე ჩემ პროტესტს ესე ვაჟღერებ, რომ გიბარებ. შეიძლება იქ არაფერი არც ილაპარაკეს საერთოდ, მაგრამ უკვე ეს დემარში თავისთავად არის იმ ქვეყნის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა, რაც რა თქმა უნდა აცივებს დიპლომატიურ ურთიერთობებს ქვეყნებს შორის. მაგალითად, ვერბალური ნოტის გაგზავნა ხშირად ხდება, რომ როცა უკმაყოფილო ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის გამო, მისი საქციელის გამო უგზავნის ნოტას. ვერბალური ნოტა ქვია ამას, წერილს, რომელშიც თავის უკმაყოფილების საგანს გამოთქვამს და ითხოვს რაღაცას კონკრეტულად. ელჩის დაბარება, არ ვიცი ხა რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ, მე ესე მგონია, რომ ელჩის დაბარება კიდევ უფრო ის არის, იმიტომ რომ აქ პიროვნული ასპექტიც არის, ანუ აკრედიტებული ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც წარმოადგენს პირდაპირ ქვეყანას, მასთან ხდება პირდაპირი კონტაქტი და იქ კომუნიკაცია უკმაყოფილების. შეიძლება ხა იმითი რაღაც შეიძლება დაახლოებით თანაზომიერია ეს ორი ვერბალური ნოტა და ის თქვათ ოფიციალურად, მაგრამ მე მგონია რომ მაინც ელჩის დაბარება უფრო დიდი შეურაცხყოფა აქვს ქვეყნის, ვიდრე უბრალოდ ნოტის გაგზავნა. ხო, არა თუ ელჩის დაბარების, ელჩების კრიტიკის გამოც აკრიტიკებდნენ ქართულ ოცნებას, თუმცა მაკრონსაც ჰქონდა რეაგირება საფრანგეთში ამერიკის ელჩის კრიტიკაზეო, შეახსენებს, ისევ შალო პაპუაშვილი უნდა ვახსენო, პარლამენტის თავმჯდომარე ყველას, ვისაც მოკლედ ეს ამბავი უკვირს და მართლაც გვახსოვს რა განცხადება, მწვავე განცხადება მოხდა საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან შტატების ელჩის მიერ მაკრონის და საფრანგეთის მე მინდა ხაზი გაუსვათ რაღაცას. მართლა შეიძლება ბევრს გაუჩნდეს კითხვა თუ კი მაკრონს შეუძლია გააკრიტიკოს სხვა ქვეყნის ელჩი, რატომ არ შეიძლება იგივე გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებას? არა, როგორ არ შეიძლება, შეიძლება და გააკეთა, მაგრამ რა შედეგს იღებ ამაზეა საუბარი. შეიძლება ყველაფერი, მაგრამ შენ რას მოელი, რას იგებ ამისგან და რას აგებ? განათანაზომადია მაკრონისა და თქვა შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობებთან. გერმანია ჩვენ გვჭირდება, აგერ უკვე 30 წელზე მეტია ხო, 33 წელია ხო, რაც დამოუკიდებლები ვართ. არ გასულა არც ერთი დღე, რომ ჩვენ გერმანიის დახმარება არ მიგვეღო, რომ გერმანიის მხარდაჭერა არ ქონოდა. გავიხსენოთ ახლა ის ბნელი დღეები, ბნელი წლები. 10 წლის განმავლობაში მარტო ერთი თფო ელექტროსადგური გერმანიამ 3-ჯერ აღადგინა. 3-ჯერ დაწვეს ჩვენთან კორუფციის გამო, რომ რაღაც იპარავდნენ რაღაც დამცველებს, რაღაც არაკეთებდნენ წესიერად, ხო? 3-ჯერ გერმანიამ აღადგინა და სიბნელიდან გამოგვიყვანა პრაქტიკულად მარტო თბილისში ესა და ამის გარდა ეხა რა ვიცი წყალსადენით დაწყებული სხვადასხვა ქალაქებში და ბევრი რაღაცა სხვა ხო? ანუ გერმანია და საქართველოს ურთიერთობა არის ურთიერთობა, როგორც აი, რა ვიცი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, როცა ადამიანს წყურია წყალი და ვიღაცა ვისაც მოაქვს და გასმევს ამ წყალს რა. ესა იგივე ვთქვათ ევროკავშირთან მით უმეტეს და დიდ ბრიტანეთთანაც დაახლოებით ისე შეიძლება დიდ ბრიტანეთს იმ ზომის დახმარება არ გაუწევია საქართველოსთვის, როგორც ვთქვათ ფულადი გამოსახულებით, მაგრამ პოლიტიკური მხარდაჭერა დიდი ბრიტანეთის საქართველოსთვის ხო ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის. ამიტომ აქ ხო სიფრთხილეა საჭირო. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ძალიან დადრგუნულები არიან ამ ყველაფრისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრის მოადგილე, პირველი მოადგილე, რომელმაც დაიბარა ელჩი იყო თავად ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. თორე ეს პირველად მოხდა გერმანიის ელჩის დაბარება საქართველოს ისტორიაში საერთოდ, არა მარტო დამოუკიდებელი საქართველოს, ეხლა ახალი დამოუკიდებელი, არამედ ძველი დამოუკიდებლობის დროსაც ეს პირველად მოხდა ისტორიაში და ანუ პრაქტიკულად იმ ტოტს იჭრის ქვეყანა, რომელზედაც ზის. ბატონ კახა, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ აი გერმანიის საგარეო, უბრალოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩს განუმარტეს რის უფლებას აძლევს მას ვენის კონვენცია და რის უფლებას არა და სავარაუდოდ იგივე მოხდებოდა ბრიტანეთის ელჩთან მიმართებაში. აი რას ამბობს ვენის კონვენცია, ესეც მინდა ავუხსნათ ჩვენს მაყურებლებს. რა წერია მასში? მართლაც რის უფლებას აძლევს ელჩს და რის უფლებას არ აძლევს მასპინძელ ქვეყანაში? ვენის კონვენცია თავისთავად 61 წელს არის მიღებული, ის არეგულირებს
როგორც ელჩების მიმართ მათ უფლებებს და მათ მიმართ დამოკიდებულებას, ისე ელჩების უფლებებს და მათ შეზღუდვებს ასევე მათი მოქმედებების, ხო, ქვეყანაში. და რას შეიძლება ედავებოდეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გერმანიის ელჩს? ედავება იმას, რომ შენ ერევი ჩემ შიდა საქმეებშიო. ესე იგი, ხვდებიო ადამიანებს, რომლებიც არიან რადიკალები. და მხარდაჭერას უწევ იმათ, ვინც გასამართლებულები არიან და კრიმინალები არიან, ხო? ანუ პრაქტიკულად ედავება ისეთ რაღაცებს და ამითი, ესე ვთქვათ, ამას განვიხილავ როგორც შიდა საქმეებში ჩარევაო. გერმანიის მთავრობის მხრიდან ეს არ არის ესე. არავის არ უთქვია გერმანიის მთავრობა არ ცნობს იმას, რომ ეს ხალხი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან რადიკალები. რადიკალებს მათ უძახის უბრალოდ ეს შიდა პოლიტიკური დისკურსია, რომელსაც იყენებს ოცნება გარკვეული პოლიტიკური პარტიების მიმართ. ის ხალხი, რომლებიც დაიჭირეს და გაასამართლეს, იქ გერმანიის წარმომადგენელი იჯდა სასამართლოზე და მათ ძალიან კარგად იციან, როგორ ჩატარდა ეს სასამართლოები და ისინი არ თვლიან ამ ხალხს დამნაშავეებად. ანუ აქ სერიოზული განსხვავებაა შეხედულებებში. და მე ვინ აგრძალა, ვთქვათ, ვინ აგრძალა ის, რომ ადამიანები, რომლებიც, ვთქვათ, მიტინგზე იყვნენ გასულები და ისინი იქ გალახეს, დაასახიჩეს და ასე შემდეგ, სად რომელმა ვენის კონვენციამ აგრძალა ამ ადამიანებთან შეხვედრა და გამოკითხვა სიტუაციის გაგება. იმიტომ რომ არსად არ არის, ვთქვათ, ვენის კონვენციაში ნახსენები, რომ არ აქვს ელჩს უფლება, რომ შეხვდეს სხვადასხვა, ანუ არ არის შეზღუდული შეხვედრების სუბიექტებში, ვისაც ხვდება, ხო? ესეთი შეზღუდვა არ არსებობს. თუ ვთქვათ, დამნაშავე სამყაროს წარმომადგენლებს რაღაც ხარდაჭერას უწევს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამას დამტკიცება უნდა, ხო? ანუ ეს არის აბსოლუტური გამოგონილი აბსურდი, მაგრამ აქ ხო მარტო ვენის კონვენციაზე არ არის საუბარი. პრეტენზიები, რომელიც გააჩნიათ გერმანიის, ევროკავშირის და სხვადასხვა ევროპული საელჩოების მიმართ, ეს პრეტენზიები შეიძლება განვიხილოთ მაგალითად ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე. ერთობლივი, ვთქვათ, იგივე ევროპის საბჭოს კონვენციებიდან გამომდინარე. საქართველო არ ღვევს ყველანაირ კონვენციას, არ ღვევს საქართველო ასევე ევროპის საბჭოს კონვენციებს, იგივე სიტყვის თავისუფლების შესახებ, ადამიანის თავისუფლების შესახებ, ასე შემდეგ. ყველა ამაზე რეაგირების უფლება კანონიერი გააჩნია კონკრეტულ სახელმწიფოებს. რატო გააჩნიათ, იცით? იმიტომ რომ ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს დადებული, მაგალითად, იგივე გერმანიასთან, ორხრივი თვალსაზრისით გერმანია და ყველა მონაწილეობს ასოცირების შეთანხმებაში როგორც ცალკე სახელმწიფო და ასევე ევროკავშირი როგორც გაერთიანება. ანუ ეს ორხრივი შეთანხმებებიც არის ასოცირება ყველა ცალკე ქვეყანასთან აღებული და მრავალხრივი შეთანხმება ასევე ევროკავშირთან. მაგრამ იცით რა შეასაქმე? ორხრივია უпростоრად ისევ, მაგრამ აი ამ მულტიაქტორთან ევროკავშირთან. იქ ყველაფერი წერია, რომ ამ ქვეყნებს აქვთ უფლება მინიჭებული საქართველოს ხელისუფლების მიერ და მთავრობის მიერ, რომ რეაგირება მოახდინონ ადამიანის უფლებების დარღვევებზე, კანონის უზენაესობის საკითხებზე და ასე შემდეგ და შესაბამისი რეაგირება განხორციელდეს სხვადასხვა არხების მეშვეობით. ბატონკახა, რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, ისეთ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მინდა დავბრუნდეთ. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლამდე, თუმცა ყაველაშვილამდე იყო მსოფლიოს არაერთი ლიდერი, მათ შორის მოусმინეთ ომში ყოფი ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას, რომელმაც რუსეთის საფრთხეებზე საუბრის კონტექსტში საქართველოს ახსენა და ახლა სწორედ ამის თაობაზე უნდა დაგისვათ კითხვა, იმიტომ რომ კრიტიკა ახლავს ზელენსკის განცხადებას. თავდაპირველად მინდა რომ მაყურებლებს გავახსენოთ ის, რაც საქართველოს ესე ვთქვათ, საქართველოს ნაწილში თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ჩვენ ევროპაში საქართველოს უკვე დავკარგეთ, იქ ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება, საქართველოს რუსეთზეა დამოკიდებული, ევროპა მოლდოვის დაკარგვას ვეღარ დაუშვებს, მოლდოვა რუსეთის ჩარევისგან თავს იცავს, ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, როგორც უკვე თქვი, ზელენსკის განცხადებას კრიტიკა ახლავს ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც მასაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს და მოუწოდებენ, რომ საკუთარ ქვეყანას მიხედოს, საქართველოს დაანებოს ყველამ თავი, ზელენსკი მიხედოს თავის ქვეყანას, ისაუბროს იმაზე თუ რა დაკარგა, რა მოუწყოს საკუთარ ხალხს, გავა დრო და მოუწევს პასუხების გაცემა და ასე შემდეგ. ეს უკვე მართველი პარტიის გამოხმაურება. ქონდა თუ არა ზელენსკის უფლება და მარტივად კითხავთ,
ეთქვა ის, რაც თქვა და შესაბამისად რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს კრიტიკა მისი მისამართით. უფლება, არ ვიცი რა თქვა, უფლება აქვს ყველაფრის, რო თქვას, რასაც ფიქრობს, რა თქმა უნდა. მართებული იყო თუ არა, ვთქვათ, მის კი ბატონო, იყოს. ხა შეიძლება არ იყო დიპლომატიური, მაგრამ ნუ დაგვავისდება, რომ ზელენსკი არის პრეზიდენტი ომში მყოფი ქვეყნის უკვე 4 წელი, ყველაზე სასტიკი ომი მიმდინარეობს დღეს უკრაინაში. ასე რომ მისი ლექსიკა არა მარტო ჩვენთან, ხან ტრამპს არ მოსწონს, ხან ევროპელ ლიდერებს არ მოწონს და ასე შემდეგ. ანუ გამოირჩევა, რა თქმა უნდა, პირდაპირობით და გამოირჩევა ნაკლებად დიპლომატიურობით მისი ლექსიკა. ასე რომ ამ კონტექსტში შეიძლება ვთქვათ, რომ შეიძლება გავაკრიტიკოთ, რომ ნუ ალბათ უფრო რბილად უნდა ეთქვა, იმიტომ რომ ეხლა გაეროს ტრიბუნი და საუბრობს და ასე შემდეგ. მაგრამ მან თქვა, რასაც ფიქრობს და ის არის დაძაბული, ის მის ზურგზე არის პასუხისგებლობა, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი, აწევს აი ეს სიმძიმე ომის და ასე შემდეგ და ამიტომ ამ კონტექსტში შეიძლება მაგალითად ნაკლებად ვაკრიტიკოთ. რაც შეეხება ახლა საქართველოს მხრიდან აი იმებს საუბრებს, მათ შეიძლება ასევე ყოფილიყო უფრო დიპლომატიურები და ეთქვათ, რომ მაგალითად დაეწუნათ მაგალითად რაღაც წუნი დაედოთ ზელენსკის სიტყვებისთვის, ეთქვათ, რომ ეს არ არის, თქვათ, მიღებული, ეს დიპლომატიური არ არის, ეს მაგრამ ისეთი სიტყვებით შეუბრუნეს ეს ყველაფერი და ისეთი რაღაცები დააბრალეს, რა დამართა უკრაინას და ასე შემდეგ, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია არა მარტო ჩვენთვის. ეს მიუღებელია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. არავინ არ აბრალებს ზელენსკის ომის დაწყებას. ტრამპს ჰქონდა ერთი პერიოდი აი ესეთი რიტორიკა რაღაც უცნაური და ისიც მორჩა. იმიტომ რომ ყველამ დაარწმუნა ევროპელმა ლიდერებმა უთხრეს, რომ ესე ლაპარაკი არ შეიძლება. ეს არის თან იმას ჰქონდა გარკვეული ზეწოლის მიზნით, ხო? იმაზე ზელენსკიზე უნდა დაეთანხმებია რაღაც ისთვის და საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში ზელენსკის წინააღმდეგ იყენებს ისეთ რიტორიკას, რომელიც არის რუსული ნარატივი პირდაპირ. აი პუტინი გამოდის, ლავროვი და აბრალებენ, რომ ზელენსკის გულისთვის დაიწყო ეს ომი და მაგის ბრალია და იქ არის ფაშიზმი და იქ დაახლოებით იგივე რაღაცა თქვეს და ეს მიუღებელია აბსოლუტურად. თუ ზელენსკის მე არ უწონებ, თქვათ, ესეთ თავდასხმას, მაგალითად, სახელმწიფოს მიუხედავად იმისა, რომ სწორს ამბობს, ადამიანის უფლებები ირღვევა და ხშირ შემთხვევაში ჩვენ რუსულ, ესე ვთქვათ, იმას მივყვებით, ხო, გზას. მაგრამ თუ არ მაინც უწუნებ გარკვეულწილად მის აი ამ ტონს და რაღაც ესე საუბარს, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, რაც მის წინააღმდეგ ესე ვთქვათ კამპანია დაშალეს. მადლობა ბატონ კახა, იმისთვის რომ გვესტუმრეთ, დაგვეთმეთ დრო და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. დღეს ამით დაგემშვიდობებით, თუმცა სხვა დროს აუცილებლად დაგპატიჟებთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაინტერესებს როგორ ახსნით ტრამპის, ასე ვთქვათ, რიტორიკის შეცვლას, რომელიც ახლა უკვე პირიქით თბილი, ესე ვთქვათ, მესიჯებით, თბილ მესიჯებს გზავნის უკრაინის და საკმაოდ ხისტი გახდა რუსეთის მისამართით, ხო? ამაზე სხვა დროს დღეს კიდევ ერთხელ მადლობა და კიდევ ერთხელ დაგემშვიდობებით. კახა გოგოლაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს, თავისუფალი სტუდია ამით ასრულებს მუშაობას. ერთმანეთს ამ სტუდიაში მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით, ასე რომ ღამე მშვიდობის.